საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ ღია ეთერს. დღევანდელი დებატების თემა შრომითი მიგრაცია და საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევებია. უკვე ამოქმედა ახალი რეგულაციები, შევიდა ცვლილებები კანონში შრომითი მიგრაციის შესახებ, უცხოელებისთვის სავალდებულო გახდა სამუშაო ნებართვა, განისაზღვრა პოზიციები, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა დასაქმდნენ. რა იქნება რეფორმის შედეგი, გაჩნდება თუ არა მეტი სამუშაო ადგილი, გაძვირდება თუ არა მომსახურება, რომელსაც იაფი უცხოელი მუშახელი ასრულებდა. არსებობს თუ არა ქვეყანაში არალეგალური შრომითი მიგრაციის კონტროლის რესურსი. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ დღეს ღია ეთერში, წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს, დღეს დებატებში მონაწილეობენ. შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე და რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე. მადლობას გიხდით ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. დასაწყისში ვთქვათ, რომ ეს თემა ახალია, ზოგადად ახლა ყალიბდება შრომითი მიგრაციის პოლიტიკა, შეიძლება ასეც ითქვას, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო გახდა დანიშნულების ქვეყანა, ეს თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ გარკვეული სირთულეებიც ახლავს თან და პირველ რიგში რატომ მიხეილს უნდა ვთხოვოთ, სანამ ოპონენტების აზრებს მოვისმენთ და მათ შენიშვნებს, უნდა ვთხოვოთ ჩამოაყალიბოს ის პრინციპები, რაზე დაყრდნობითაც სახელმწიფო აყალიბებს ამ პოლიტიკას, რა არის ამოსავალი წერტილი, ის რომ საქართველოს მოქალაქე უნდა დასაქმდეს პირველ რიგში და შემდეგ რა როლი უნდა შეასრულოს უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც აქ ჩამოდის სამუშაოდ. რა არის მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აწყობთ თქვენ ამ რეგულაციებს? კი ბატონო. დიდი მადლობა უპირველესად მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები, ოპონენტებს მივესალმები. მაგრამ ვიდრე თქვენ კითხვებზე პასუხის გაცემას დავიწყებ, აუცილებლად მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით, რა პირდაპირ ეთერია, გთხოვოთ უნდა ეს და ყველასთან ბოდიში მოვიხადო ამისთვის, მაგრამ მინდა ვთქვა, გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც უნებათა ხელვის საგანი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში. მინდა აუცილებლად ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო და შემდეგ განვაგრძოთ თემაზე საუბარი. ძალიან რთულ საკითხზე გვიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ, ეს უმძიმესი, მართლაც უმძიმესი მდგომარეობა, უმძიმესი დიაგნოზია და ბუნებრივია, რომ არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, პოზიციებთან დაკავშირებით. აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ძალიან დრამატული ემოციებისა, რომელიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, მაგრამ აუცილებლად უახლოეს ამ რამდენიმე დღეში. მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში, რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ და აუცილებლად საზოგადოებას მოვახსენებ ზოგადად ამ საკითხის ირგვლივ, ყოველი ფაქტის გაშუქებით, ყოველი კლინიკური დასკვნის, ყოველი გარემოების, რომელსაც მნიშვნელობა აქვს და იმავდროულად ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათ შორის ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. აი ამ სიყალბეს რო ფარდა ავხადოთ. ეს იქნება აუცილებლობა, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით. მადლობას გიხდით ამ განმარტებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია, თუმცა ჩვენი გადაცემის თემა მარტივი საკითხი, რომელზეც იოლად სასაუბროა ეთერის მეშვეობითაც. ეს რთული, მეტად სენსიტიური საკითხია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუნდაც ამ დღეების განმავლობაში დუმილი. ეს არ აიხსნება იმით, რომ ნაკლებად ემპათიური ვართ. მერწმუნეთ, რომ ბევრი ახლა ვითომ გულშემატკივარზე მეტად გული შემტკივა და გული შეგვტკივა იმ ბავშვებისთვის. უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ. რა გაგვიკეთებია ამ დრომდე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოვფენთ ნათელს. მადლობა და გისმენთ უკვე გადაცემის თემაზე. დიდი მადლობა. ეს თემა რამდენიმე დღის წინ რომ დაიგეგმა, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საჯარო დებატები გაიმართება და საჯარო დისკუსია იქნება. მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ თქვენ კი ბრძანეთ დასაწყისში, რომ ეს ახალი საკითხია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ფესვგადგმულია და საკმაოდ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ეს საკითხი ჩვენ საზოგადოებას აწუხებს. აწუხებს იმდენად, რამდენადაც იგივე თუნდაც ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად ბუნებრივია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმ ქვეყნების მოსახლეთაგან, სადაც იგივე ეკონომიკური აქტივობა მსგავსი არ არის ჯერ,
ბუნებრივია რომ მაღალია. იმ ხალხისთვის ეს არის რა თქმა უნდა უკეთესი დასაქმების, უკეთესი პერსპექტივის ადგილი და აქედან გამომდინარე ეს ინტერესი იზრდება, ბუნებრივია აქედან ამის თანმდევი ყველა ამასთან დაკავშირებული რისკიც, უკმაყოფილებაც, უხერხულობაც ბუნებრივია ამას მოსდევს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სავსებით დროული იყო ინიციატივა, რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ხელში ავიღეთ ამ საკითხის რეგულირება, ავიღეთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად ბუნებრივია, რომ გადაიდგა ნაბიჯები, მკვეთრი, გაბედული ნაბიჯები იმის დასარეგულირებლად, რასაც ქვია მიგრაცია, რა შემთხვევაშიც, რასაც შეიძლება ამ შემთხვევაში პოტენციურად ეწირებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები დიდწილად. ეს უკავშირდება მრავალპლასტიანიათთან ეს საკითხი და შეიძლება თითოეულ თემას სათითაოდ რაღაცა ცალკე დებატი მიეძღვნას და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ეს საკითხი გავშალოთ მაქსიმალურად. ეს არის რა თქმა უნდა დაკავშირებული პირველ რიგში შრომითი უფლების რეალიზებასთან. შრომითი უფლება ისეთი რამეა, რომელიც რა თქმა უნდა, რომ უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია, აბსოლუტურად კონსტიტუციურია, მე ასე მგონია. და უდაუა, რომ როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, ეს ბუნებრივია ნიშნავს მათ შორის იმას, რომ კი გარკვეულ ეტაპზე, გარკვეულ შემთხვევაში, გარკვეულ უბანზე, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ურთიერთობა უნდა მიანიჭო უპირატესობა საკუთარ მოქალაქეს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი პრინციპული მიდგომა რაც არის და ესეთ ფუნდამენტური მიდგომა ეს არის, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ ახალი კანონმდებლობით, შევეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს უპირატესობა დასაქმებისა პირველ რიგში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პროფილის, მსგავსი კვალიფიკაციის საჭიროება არსებობს ისეთი, რომელსაც შეიძლება ვერ პასუხობდეს საქართველოს შრომითი რესურსი საზოგადოდ, აი მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიფიქროთ მიგრანტზე, რომელიც ჩამოვა. ეხლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პლასტი, თუ შეიძლება ასე დაერქვას, ამ საკითხის არის, რა თქმა უნდა, რეგულირება იმ საკითხისა, რომ კი შეიძლება ვინმე ჩამოვიდა დროებით, აი რაღაცა დეფიციტური შრომა გასაწევი, განახორციელა ეს სამუშაო, განხორციელდა ის პროექტი, რომლისთვისაც არის ჩამოსული, მაგალითად, არ ვიცი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მას ამის გამო, თქვა სამთვიანი რაღაც სამუშაო რო შეასრულა, მუდმივად ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მიენიჭოს. ამასაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად კარგად რეგულირება. აი ამ კონკრეტულ ასპექტებზე გადავიდეთ, მოგვიყვეთ, მანამდე ბატონ არჩილსაც მივცემ მე გახსნით სიტყვას, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია უკვე საკანონმდებლო ორგანოს პრინციპები და კრიტერიუმები რა არის, როდესაც თქვენ მუშაობთ ამ პოლიტიკაზე და აი ეს განცდა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში იკავებენ იმ ადგილებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი. ხო, აი რეალურად რა დატვირთვა აქვს უცხოურ სამუშაო ძალას ხელისუფლების გადმოსახედიდან? პირველ რიგში მეც მოგესალმებით, მადლობას გეტყვით მოწვევისთვის, მივესალმებით ამ წრეს საზოგადოებას, ჩვენს მაყურებლებს, რომლებსაც აინტერესებთ ეს საკითხი. არ შეიძლება ერთ ცალკეულ კონტექსტად განვიხილოთ, ვთქვათ, ის საკანონმდებლო ცვლილებები თუ მიდგომები, რომელიც მაგალითად განხორციელდა შრომის მიგრაციის შესახებ კანონში. კომპლექსური საკითხია, რომელიც ისევ და ისევ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარეობს და შეგვიძლია პირობითად, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ გადაჯეჭვული საკითხებია, პირობითად სამ კატეგორიად დავყოთ და სამ ნაწილად. ერთი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხოების საკითხი და გამოწვევა. მთელ რიგ ქვეყნებში, თუ შევხედავთ მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ ავიღოთ მიგრანტების შედინება გამოიწვია დანაშაულის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტრაფიკინგის და ასე შემდეგ ძალიან ბევრი დანაშაულის ზრდა. დაკავშირებული ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთანაც. მეორე მხრივ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდანაც, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ყურადღებას მიპყრობილია, ეს არის დასაქმება. უშუალოდ ადგილები, სადაც შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ, რაზეც ბატონი მიხეილი საუბრობდა სულ რამდენიმე წუთის წინ. და მეორე ნაწილი, კი მესამე ნაწილი უკაცრავად ეს არის ეკონომიკა. რომ თუ ჩვენ არ შევძელით, რომ ეკონომიკას მივაწოდეთ, ანუ შესაბამისად ბიზნესს, რომელიც არის ამ ეკონომიკის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა, შესაბამისი საკადრო რესურსი, ანუ თავის სპეციალისტები, უბრალოდ ჩვენ ვერ გვექნება პრეტენზია ვერანაირ ეკონომიკურ ზრდაზე. თუ ვერ გვექნება ეკონომიკური ზრდა, ვერ გვექნება შესაბამისად გამოჯობესებული სოციალური გარემო.
სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმისათვის რომ ბალანსი იყოს დაცული, იმისათვის რომ მაგალითად ერთი მხრივ იყოს შესაძლებელი რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი, მას თავისუფლად შეეძლოს რომ დასაქმდეს კონკრეტულ სამუშაო ადგილზე ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესს არ შეექმნას ზედმეტი წნეხი და არ იყოს თქვათ ისეთი ბიუროკრატიული მოცემულობა ის პროცესები ისე გაწერილი, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა კვალიფიციური მუშახელი დაიქირავოს. სამწუხაროდ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გვაქვს მთელი რიგი მიმართულებით, მთელი რიგი სექტორების მიმართულებით. ამიტომაც ეს თავის მხრივ გადართულია და დაკავშირებულია განათლების საკითხებთანაც და გადაჯაჭვულია დებატების ფორმატში შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე ბევრი საუბარი. რატო ვერ აწვდის ქართული ბაზარი სამუშაო ძალას სრულად ეკონომიკას, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ მანამდე გირჩის პოზიცია მოვისმინოთ, დაიწყო რეგულირება, შეზღუდვები, თქვენ ეთანხმებით ამ ყველაფერს, თუ მიგაჩნიათ, რომ სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს ხელისუფლება. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მაგდა მივესალმები ჩვენი დებატების მონაწილეებს, მაყურებელს. თქვენ კარგად გამოიცანით გადაცემის დაწყებამდე, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობრივი შეხედულების საკითხი. რასაც ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ ამ თემაზე, მე მინდა რომ ჩვენი პოზიცია კაფიოდ ჩამოვაყალიბო განსაკუთრებით ქართული ოცნების ამორჩევლისთვის, ვინაიდან ამ ტელეკომპანიაში ვართ. საქმე რაში მდგომარეობს? აი წარმოვიდგინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზუსტად ასე შრომითი მიგრაციის პროცესის მონაწილეა. ეს ამ მარტში სტატისტიკური ინფორმაციით ჩვენ მივიღეთ 320 მილიონი დოლარი რემიტენსების სახით. ანუ ფაქტობრივად, ესე იგი, ერთ საქართველოს მოქალაქეზე ლამის $100 გზავნიან ის ადამიანები, ვინ საქართველოდან აქ რო ვერ იპოვეს სამუშაო, აქ რო ვერ მოახერხეს ცხოვრების მოწყობა, წავიდნენ უცხო ქვეყანაში და იქ შრომობენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ის საქართველოს მოქალაქეების აქაურ კეთილდღეობაში. აი პენსიასაც კი არ ვარიგებთ ამდენს, რასაც ფაქტობრივად ისინი გვიგზავნიან. მე მესმის და ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ისეთ მდგომარეობაშია, რომ საქართველოს ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს. ესე იგი, განსხვავება ჩვენ შორის ფუნდამენტური მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოდიან, სამუშაო მიზნით, პატიოსანი ადამიანები, კანონმორჩილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ აქ საქართველოში იმუშაონ, ეს არის საქართველოსთვის პრობლემა. და ჩვენი პოზიცია არის სრულიად პირიქით. აი პატრიარქი რო გარდაიცვალა და რა ჩვენ ამდენი ხალხის იქ მისვლამ, რომ ამ ხალხისთვის მორალური კატეგორიები ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. მოდი აი მორალური კატეგორიები შევხედოთ. ნუ თუ ქართული საქართველოსთვის ტრადიციული და ქრისტიანულია ის დამოკიდებულება, რაზეც თქვათ ახლა ლაპარაკობთ, რომ ადამიანის შრომის უფლებაო. ადამიანის შრომის უფლება ნიშნავს იმას, რომ მისთვის შრომაში ხელის შეშლა არ შეიძლება. მიუხედავად ეროვნებისა, თუ ის არაფერს კრიმინალს არ სჩადის. და როგორც ახლა მაგალითად ბატონმა არჩილმა ისაუბრა, აღრევა ხდება პრობლემის და პოპულისტურად მიწოდება ხდება საზოგადოებისთვის ამ პრობლემის, იმიტომ რომ უკანონო მიგრაციამ, ანუ არალეგალურმა მიგრაციამ ევროპაში რო შექმნა პრობლემები და ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი ტრამპის პრეზიდენტად მოსვლა რომ განაპირობა, იქ აბსოლუტურად სხვა პრობლემების გამო მოხდა ეს ამბავი. ევროპაში მოგეხსენებათ, რომ არის რა ქვია, კეთილდღეობის სახელმწიფო. იქ ჩადიან თავშესაფარს იღებენ, იქაური გადასახადების გადამხდელების ფულით აფინანსებენ. შემდგომში ის რომელიღაც პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი ხდება, ანუ პოლიტიკური მიზანშეწონილობა აქვს აი ამ პროცესს. საქართველოში მსგავსი რამე ხომ არ ხდება. აი ამ არგუმენტის დასახელება საქართველოს ნაწილში ხომ არ შეიძლება და მაგას ვეძახი, რომ ჩვენ თუ მეთქი რაღაცა მორალური კუთხით. ბატონო? არ მithkons მე ეგ არგუმენტი. არა, თქვენ დანეთ რომ პრობლემა შექმნა ევროპაში და გეთანხმებით, ანუ მე ვეთანხმები იმაში, რომ არ ქმნიან გამოწვევას ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. ერთი წამი უკაცრავად, მე მგონი თქვენ გეთანხმებით და რატომ ეკამათებით ვერ ხვდები. არა, ჩემი ნათქვამის არ გადააკეთეთ. არა, თქვენ თქვით, რომ მიგრაციამო შექმნაო პრობლემებიო და მე ამას ჩემ არგუმენტად ვიყენებ
და ვიყენებ იმ გაგებით, რომ საქართველოში მსგავსი არგუმენტის შეზღუდვის, ანუ ვისთვის ზღუდავთ? ვიღაც ადამიანები, რომლებიც შეიძლება დღეს არიან სტუდენტები და დამატებითი შემოსავალი ჭირდებათ. ან საქართველოში აი უბრალოდ იმყოფებიან, ხო? ანუ იმისთვის კი არ ჩამოსულან, რომ აქ რაღაცა სამუშაო ეშოვათ ან რაღაცა. თუ ის არალეგალურად არის, არალეგალური მიგრანტი, რომელიც რაღაც კანონს არ ხვევს, უნდა წავიდეს. ხო ასეა. მისთვის სამუშაოს შეზღუდვა. ხო, სინამდვილეში არა მხოლოდ ამ ადამიანის დაჩაგვრა, არამედ წეღან რაზეც საუბრობდნენ, რომ აგერ დამსაქმებელი არის აქ ბატონი. წარმოიდგინეთ მას, რომ მოუნდება სიტყვაზე არ ვიცი, ჩინელი ან იაპონელი შეფის დაქირავება. მან უნდა დაამტკიცოს, ბიუროკრატებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ხალხო, იცითო, მეო სუშის გამკეთებლის დეფიციტი მაქვსო და თუ შეიძლებაო ნება დაამრთეთო, რომ ადამიანი დავიქირავოთ, ეს რას ნიშნავს, იცი? მადლობა, ახო გასაგებია თქვენი პოზიცია, ახო ხელისუფლების განმარტება მოვისმინოთ, გასაგებია თქვენი აზრი, კი ბატონო, ასე რომ მოვისმინოთ ახლა პასუხიც. პრობლემა არ არის. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ვინმეს დასაქმება ესე აპრიორი და ბლანკეტურად ან ჩაკეტილი ან გახსნილი კონდეს. არა. აქ დგას საკითხი ამგვარად, როდესაც დამსაქმებელს სჭირდება ისეთი საქმე, რისთვისაც ქართველი მუშახელი არ იშოვნება, ამ შემთხვევაში რასაც ეს თქვა არჩილმა და ეს ვიგულისხმენ მეც და ვთქვით. ამ შემთხვევაში უნდა ბატონო ახლა ნახეთ, აქ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ უბრალოდ მექანიკურად რამე ჩავკეტოთ, არამც და არამც. აქ მთავარი ამოცანა არის, რომ იქ სადაც შეზღუდულ რაოდენობას სამუშაო ადგილებისას, რომლის შესრულების უნარი აქვს ქართველსაც, პირობითად ვამბობ, თქვენი რა საქმეა, თქვენი რა საქმეა, რომ მაგაში ერევით უბრალოდ ქართველსაც როგორ არის საქმე? ამაშია საქმე. ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ზუსტად ეს არის ჩემი აზრით ხელისუფლების ფუნქცია. ამორალურია თქვა, ამორალურია. აი ვერ დაგეთანხმებით ამაში. ამაში ხო გვაქვს უფლება ყველას ჩვენი აზრი გქონდეს, არა? ნახეთ რა შეა საქმე ასეთ შემთხვევაში, როდესაც აი ამ შეზღუდული რაოდენობის სამუშაო ადგილს, მაგალითად არაკვალიფიციური ისეთი შრომისთვის, რომლის შესრულებასაც ახერხებს ქართველიც და იმიგრანტიც. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ მიანიჭო უპირატესობა და პირველი არჩევანის უფლება მისცე ქართველს. თუ იქ ვერ იპოვის ისეთ კადრს, რომელიც მას სჭირდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა კონდეს ხელშეწყობა ბიზნესს, რომ მოიზიდოს კადრი, რომელიც ამ ვალდებულებას შეასრულებს. მაგრამ, როდესაც ბიზნესი ასე რეაგირებს, რომ მე ჩემი პროდუქტის გაიაფების, მეტი მოგების მიღების მიზნით, უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა მინდა, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა სამართლიანია, სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა, თუ მაგალითად მხოლოდ გაიაფება. პირობითად ვამბობ, ნახეთ, თავარი პრობლემა ხო იყო მაგალითად გიდების იყო პრობლემა, ტაქსის მძღოლის იყო, გლოვოს პრობლემა და ასე შემდეგ, ხო? როგორც არ უნდა გავაშორჯოთ, ნახეთ, კონკურენტული გახდა. ამ სამუშაოს შესრულება დიახ, რა თქმა უნდა, შეუძლია ქართველს. აბსოლუტურად თავისუფლად ტაქსის მძღოლობაც, გლოვოს მიმტანობაც. აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია. იქ როდესაც კონკურენციამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაცა ნაკლებანაზღაურებაზეა თანახმა, ვიღაცას რაღაცა ვთქვათ ღამის პირობებში უფრო იოლად შეუძლია, ვიღაცა არ ითხოვს მაგალითად სამართლიან პირობებს შრომის უსაფრთხოების დაცვის. და ამის გამო დამსაქმებელს აქვს პრიორიტეტი მინიჭებული უცხოელ დასაქმებულზე, აი ეს არ მეგვაჩნია, რომ სწორია და ეს ზედმეტად აზიანებს ქართველის ინტერესს. ამიტომ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რელევანტურია, აბსოლუტურად სამართლიანია იმავდროულად და კონსტიტუციურიც თუ გნებავთ, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ დაიცვას სამუშაო ადგილი მასზე წვდომა საქართველოს მოქალაქისთვის. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ აპრიორი რა პრობლემებს ხედავთ თქვენ კურიერებთან და ტაქსის მძღოლებთან და გიდებთან დაკავშირებით? რეპლიკა, იმიტომ რომ რაც მიულობარგი, მე მგონი იმაზე პასუხეს. ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ მე განსხვავება რა არის, რომ მე ზოგადად ჩვენს ჯგუფს და რა ვიცი, ჩემს ნებისმიერ ნორმალურ მორალურ ადამიანს არ მიაჩნია უფლება ახსენეთ მორალი და ძალიან გთხოვთ რომ ხე მორალურ ადამიანს გულისხმობ. ამასაც არ შეუძლია მორალზე ვისაუბროთ. მაცადეთ თუ შეიძლება. თუ შეიძლება მაცადეთ კარჩი. გასცით უბრალოდ კიდევ ერთხელ გეუბნებთ რეპლიკის სახით რომ რა რეპლიკის სახით მე მაქვს ჩემი რეპლიკა და თქვენ მეჭრებით მე რამდენად უკაცრავად მოდი რაღაცა მივცეთ ადეკვატური ფორმა ჩვენს დისკუსიას. მოусმინოთ ვახოს და შემდეგ მოგცემთ თქვენ საპასუხო სიტყვას. თავი დავანებოთ როდესაც ასეთ საკითხზე მოგსაუბრობთ. ადამიანს არ აქვს უფლება რომ სხვა ადამიანს რომელიც კრიმინალს არ ჩადის და მართლა შრომა არის კეთილი საქმის ჩადენა. ანუ სწორი საქმის ჩადენა და ამაზე უარის თქმა
არ არის მორალური საქციელი მეთქი, ვისთვისაც არ უნდა იყოს. აი წარმოიდგინეთ, რა არ გავავათილებ. ჩემი რეპლიკის დრო ხომ არის. წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ ქართველი მეწარმე. და რაღაცა პროდუქტს ვაწარმოებ, რომლის კომპონენტებს ზოგ საქართველოში ვყიდულობ, ზოგ ჩინეთში ვყიდულობ და ასე შემდეგ. და ესე იგი, მთავრობას, აი წარმოიდგინეთ, მთავრობამ რომ ზუსტად იგივე პრინციპით, რასაც შრომაზე აკეთებს, რომ მომთხოვოს, რომ წარმოადგინო, რომ ჩემი პროდუქციის ნაწილები ჯერ საქართველოში შევხედო და აი ამის მერე წავიდე და თუ აქ ვერ ვიშოვი, ჩინეთიდან ჩამოვიტანო. ეს ხო ნორმალური არ იქნება. ანუ როგორ არის ცუდი ზუსტად ერთი შედარება. მოვისმინოთ პასუხი თქვენ შედარებაზე. დაასრულეთ? საგანი და ადამიანი ერთმანეთსგან გავარჩიოთ ბატონო. ხერ ხულია ძალიან. არა, ეს არის ვახის დასრულების საშუალება და შემდეგ უპასუხოთ. არ შეიძლება უცხოელის გარჩევა ამ თვალსაზრისით არ შეიძლება თქვენ კრიმინალ სახელმწიფო საქმე შეიძლება იყოს, მხოლოდ ფილტრი დააყენოს. რომ აი წეღანაზეც ლაპარაკობდნენ, კრიმინალები არ შემოვიდნენ საქართველოში და მათ არალეგალმა კრიმინალებმა აქ არ გააუარესონ ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობა. ის რომ ზოგადი დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყანას მთავრობა ფლობს ზოგადად, ჩვენ რო სუ პრივატიზაციას ვიძახდით, რომ ხალხო, ეს ქვეყანა თქვენი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, ვისაც ქართველი კაცი სტუმრად ეპატიჟება, იმაზე უარის თქმა როგორ შეიძლება. ანუ სტუმრად ეპატიჟება ვიღაცა ადამიანს. იმის გამო რომ მთელი ქვეყანა მთავრობისა, მართლა საშიშია რომ ამათ ყველანი შემოუშვან, რა თქმა უნდა. მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ისედაც საქართველოშია, კურიერად მუშაობდა, არ ვიცი, ვინ ზარალდებაო? ქართველები, მილიონი ქართველი, რომელიც ამ ხალხის მომსახურებით სარგებლობდა, ისინი დაზარალდებიან, გესმით? მადლობა, მოვუსმინოთ. სინამდვილეში ეკონომიკური არგუმენტების და მორალურიც და ეკონომიკურიც. კი ბატონო. გასაბრაზებელი არა. გასაგები. მადლობა. ბატონო. შედარებასთან დაკავშირებითაც რაზეც ფაქტია. თქვენ ხო შეადარეთ, რომ მაგალითად ნახეთ, არ არის რელევანტური, რომ მაგალითად წაახალისოს სახელმწიფომ რომ ადგილობრივ პროდუქტს კონდეს რაიმე უპირატესობა და ასე შემდეგ. ნახეთ, ერთი აბსოლუტურად ვიზიარებ არჩილის რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის რელევანტური მაინც, როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანზე და მის შრომით უფლებაზე და ინტერესზე, ქართველისა რომ დასაქმდეს და პროდუქტი, რომელიც იწარმოება, აქ რა თქმა უნდა შედარება რელევანტური არ გამოვა და თქვა ზუსტი არ გამოვა. პროდუქტი დამასრულებინეთ ახლა მეც დამასრულებინეთ. კი, ბატონო ახლა ნახეთ, მაგრამ თავარი რა არის, იცით? ხსმენიათ ხო რა თქმა უნდა რომ უცხო არაერთი სახელმწიფო არეგულირებს მის ქვეყანაში კონკრეტული პროდუქტის კოდში ნახეთ აპატიეთ მაგრამ მთელი მსოფლიო პრაქტიკაა ლამის ყველა განვითარებული ქვეყნისთვის არის კი ცნობილი ისეთი ინსტრუმენტები რომლითაც ადგილობრივი წარმოების წახალისება ხდება ხარდაჭერა ხდება პროტექციონიზმიც უწოდებიათ ზოგჯერ ამისთვის მაგრამ რას აკეთებენ ნახეთ ადგენენ კვოტებს კონკრეტული პროდუქტისთვის რომ მაგალითად სხვა ქვეყნიდან უცხოეთიდან საზოგადოებრივ შემოვიდეს მხოლოდ რაღაცა ნაწილი ისეთი ნაწილი რომელიც ვიცით წინასწარ იმ ქვეყნის კანონმდებელმა იცის ხელისუფლებამ იცის რა ნაწილი იქნება რელევანტური გამიგე პირობითად ვამბობ თქვა რომელიმე ქვეყანა ამბობს რომ მე ჩემი ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის თაფლის 70%-ს მე თვითონ ვაწარმოებ 30%-ისთვის გავხსნის შესაძლებლობას არის ასეთი რამ არაფერი ველოსიპედის გამოგონება ეს არ არის ამჯერად ვაპარაკობ თუმცა რა არის არასწორია მეთქი ის მაგალითი და შედარება მაგრამ იმ შედარებითაც კი თქვენი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ფაქტები მეტყველებს და ფაქტები მეტყველებს იმაზე რომ კი რა თქმა უნდა რომ სახელმწიფო თავისი არსით რომელიც შეიძლება თქვენ მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს ჩემთვის გასაგებია მსოფლმხედველური სხვაობა მაგრამ არსი არის ასეთი სახელმწიფო კი უნდა ზრუნავდეს რა თქმა უნდა სწორედ მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს და კეთილდღეობაზე ზრუნვა ნიშნავს იმას რომ მეტი შესაძლებლობა მისცეს რაღაც მომენტში კონკურენციაში წაახალისოს ხელი შეუწყოს მიეხმაროს ამას ქვია კიდეც სამართლებრივად ამ ინსტრუმენტებს სახელი დაეხმაროს იმაში რომ მათ უფრო მეტად ხელი მიუწვდებოდეთ პირველ რიგში ხელი მიუწვდებოდეთ სამუშაო ადგილებზე ეს არის მოусმინოთ ქართველები დაზარალდებიან პირველ რიგში როდესაც უცხოელები არ იმუშავებენ აი ესეთი იყო ახოსწრებული ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე რამე კუთხით რამე პლატფორმაზე შეიძლება ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული დიახ, რასაც ბატონო მიხეილი ამბობდა და საუბრობდა, რომ სახელმწიფოს პირველ რიგში ვალდებულება საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვა, საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა და საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ სუვერენიტეტზე ზრუნვა არის. და შემდეგ მოდის სხვა ის სტუმარ და ჩვენ ვერავინ ვერ გვასწავლის, როგორ შეიძლება ვიყოთ სტუმართმოყვარე.
რასაც ბატონი ვახტანგი საუბრობდა, რომ გადმოვთარგმნოთ რეალურად რა არის, ხო? ადამიანები საუბრობენ მაგალითად, მესმის ეს მათი მსოფლმხედველობაა, გარკვეულ თავიანთ ლოგიკას ანვითარებენ და მათ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ მოდი შევხვდეთ თუ რეალობა რა გვაქვს. თუ ამბობთ ის, რომ უცხოელი უნდა დასაქმდეს, რადგანაც მისი დასაქმებისთვის გადასახდელი თანხა, ანუ ანაზღაურება არის უფრო იაფი, მაშინ რა გამოდის? ავდგეთ და ეს ყველაფერი თურმე ყოფილა კარგი ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაშინ ავდგეთ და ბიზნესიდან ყველა გავათავისუფლოთ, არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ მივცეთ დასაქმების უფლება, იმიტომ რომ გამოდის, რომ მაშინ ძვირს იხდიან საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგანაც ძვირს იხდიან, ესე იგი საქართველოს სხვა მოქალაქეები ზარალდებიან, გავხსნათ საზღვრები, საქართველოს მოქალაქეები გავათავისუფლოთ დასაქმებიდან, მივიღოთ 2006 წლის შრომის კოდექსი, აი ესეთი გათქაცუნებით დასაქმებას რო შეეძლო, რომ დასაქმებული თავისი სამსახურიდან გაიგდო, გაეთავისუფლებინა, არც კი დაესაბუთებინა და მივიღებთ რა შედეგს? ჩვენ დიდ ანარქიას მთელ ქვეყანაში. სადაც პირიქით რას გამოვიწევთ საბოლოო ჯამში? გამოვიწევთ, რომ ქართველები, რომლებიც საქართველოში ვერ დასაქმდებიან, ისინი იძულებულები გახდებიან, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ. და რაზეც საუბრობთ, მათ შორის ასეთი ცვლილებები, დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ რას ვამბობთ, რომ ჩვენ ვარეგულირებთ, რომ ერთი მხრივ ბიზნესის ინტერესები, მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქის ინტერესები ერთმანეთთან დაბალანსებულ თანხმდროში იყოს, რითაც შესაძლებელი გახდება მათ შორის, რომ რეალურად გავიგოთ, თუ სად გვაქვს პრობლემა, რომელ პროფესიებში გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად განმოვითაროთ პროფესიული დასაქმებები და დავასრულოთ. და ერთი მთავარი საკითხი, რომ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ გადიან, რაზეც თქვენ საუბრობთ ზუსტად გეთანხმებით და ეს პრობლემა არის, ჩვენ გვინდა რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. და ჩვენ ზუსტად ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, მათ შორის ეკონომიკური წინსვლა, რისთვის გვჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩვენ სამშობლოში დავაბრუნოთ, თავიანთ ოჯახებში დავაბრუნოთ. და როდესაც აქ სამუშაო ადგილზე არ შეექმნება პრობლემა და პირიქით განვითარების შესაძლებლობა ექნება, ეს ადამიანები იმავე სამუშაოს სხვაგან კი არ შეასრულებენ. პირიქით, აქვე გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში მაღალ ანაზღაურებიან პოზიციებს დაიკავებენ. ეს არის ერთი დიდი სურათი, რომელზეც მისასვლელ გზებზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ეს არის ძირითადი საკითხი. და უნდა იყოს თუ არა განსხვავება, ვფიქრობ, რომ თქვენ შემთხვევაში ემხრობით, რომ უნდა იყოს დიდი განსხვავება საქართველოს მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის. საკმაოდ დიდი დრო მოგცეს ხა გულწრფელად უნდა ვთქვა. პირველი მორალური საკითხი. საქართველოს მთავრობის ვალდებულება არ არის კოსმიური სამართლიანობის დამყარება. საქართველოს მთავრობის ვალდებულება არის საქართველოს მოქალაქეების წინაშე. და რატო არის პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა მორალური? მარტივი ანალოგია შემიძლია საყოფაცხოვრებო მოვიყვანო, ხო? მაგალითად, ოჯახის უფროს მამას რატო აქვს მორალურად გამართლებული ვალდებულება, რომ მაგალითად თავისი შვილები ან სხვა ოჯახის წევრები დაასაქმოს სადღაც, სადაც შეიძლება ვიღაცა უცხო უფრო ნაკლებ თანხაზე ასრულებდეს იგივე სამუშაოს, რა მორალური ლოგიკაც მანდ მუშაობს, ზუსტად იგივე მორალური ლოგიკა შეგვიძლია გადმოვიტანოთ, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანა არის კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და არაზოგადად პლანეტარული რაღაცა კეთილდღეობის დამყარება, აქედან გამომდინარე რეგულაციები სწორია. ჩვენ მაგალითად არის ამდენად ასრულებს ამ ფუნქციას დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, არ გაგიკვირდებათ. ჩემთვის მაგალითად ის კონკრეტული მაგალითები, რაც არის ტაქსისტებზე, გიდებზე და კურიერებზე, რომელზეც 2 წლის წინ დავიწყეთ კონკრეტულად ჩვენმა პარტიამ აქტივობა, რომ მანდ რაღაცა მისახედი იყო, ეგ არის კარგი ნაბიჯი, მაგრამ ეს არის ცალკეული შემთხვევები და ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა ჩემთვის ეხა არადამაკმაყოფილებელია და ავხსნი ეხა რაში არა ვარ მეკმაყოფილი და ჩემი აზრით შესაძლებელი არის. ნახეთ, თავრობა ყოველთვის ახლა რო უსმენდი, ისე აყენებდა საკითხს, რომ აი კი, აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს დამსაქმებელიც უნდა დავიცვათ, დასაქმებულიც უნდა დავიცვათ, ბიზნესიც, ანუ არ წვადი დავწვათ, არ ჩამფრთხილდეთ. მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ ეგ შეუძლებელია და თუ რაღაცა მიმართულებით ცვლილებას ვაკეთებთ, ვიღაცის მიმართ უფრო უარესი სიტუაცია დგება. ამ შემთხვევაში ბიზნესის მიმართ, აგერ ჩემს შემდეგ ბიზნეს წარმოადგენელი იქნება და ბიზნესის მხრიდან საკითხის ისე დაყენება, რომ ნაკლები ხარჯი მქონდეს და მეტი მოვიგო, ბიზნესის მხრიდან ეგ არის სრულიად გასაგები. ბიზნესი ეგრეც უნდა უდგებოდეს. უბრალოდ ეგ უნდა დაბალანსდეს და რა არ არის ახლა ბალანსში. მაგალითად,
ჩემი როგორც პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის პირდაპირ ამოცანა შემიძლია პირდაპირ თქვა რა. ჩემი ამოცანა არის რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდეს. ანუ პირდაპირ ამოცანა არის. რატო? ჩემთვის ეგ პირდაპირ მიბმული არის დემოგრაფიასთან და იმ სიტუაციასთან, რაც მაგ თემაზე გვაქვს. საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკური ქართველები, საქართველოსდან გარბიან უცხოეთში, იმიტომ რომ აქაური ხელფასი არ აკმაყოფილებს. ეგ არის ობიექტური მოცემულობა. ერთ-ერთი რაც უნდა გაკეთდეს, აქ უნდა გაიზარდოს ხელფასები. ხელფასები ვერ გაიზრდება თუ იმ ადგილზე, სადაც ამას არ აკმაყოფილებს და ელოდება როდის გაზდის პატივცემული ბიზნესის წარმომადგენელი ხელფასს, ჩამოყავს უცხოეთიდან ტიპი, რომელიც ისეთი ქვეყნიდან ჩამოდის, რომ ორჯერ იაფად იმუშავებს. ბიზნესი ამ შემთხვევაში ბედნიერია, მაგრამ მიდგომა, რომელიც არის შესაძლებელი ფუნდამენტურად და მაგას ახსნი. არის შემდეგი. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ალბათ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე რამდენი მთავრობაც არ შეიცვალა, ესეთი გენერალიზებული მიდგომა იყო ესეთი, რომ პრინციპში ნათქვამი არ იყო, მაგრამ სახელმწიფოც და მოსახლეობაც იყო ბიზნეს ინტერესებისთვის. ეხლა საკითხი უნდა დადგეს პირიქით. ბიზნეს ინტერესები გასაგებია, მაგრამ ეს ბიზნესი გვჭირდება მოსახლეობის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ისე დავაყენებ საკითხს, რომ მე აღარ შემომყავს უცხოეთიდან იაფი მუშახელი და პატივცემულ ბიზნესს ვეუბნები, რომ თქვენ არსებული საქართველოს მოქალაქეების შრომითი ბაზრიდან აიყვანეთ მუშახელი და თუ დავუშვათ შენი შეთავაზებული 800 ლარით ვერ პოულობ მუშახელს, კეთილი ინებე და გააძვირე ეს ფული, რომელსაც უხდი, ხო? გასაგებია, რომ ბიზნესისთვის ეგ წნეხი იქნება, პირდაპირ ვამბობ, წნეხი იქნება. უბრალოდ ჩვენ თუ ეგ წნეხი არ შევქმენით, აქედან ჩვენი თანამოქალაქეები გარბიან და ჩამოდიან სხვები, რომელიც უფრო იაფად მუშაობენ. ეხლა მან კიდე უნდა მოვისმინოთ რას ფიქრობს ხელისუფლება თქვენ. კაი, რეპლიკა იქნება და მე ალბათ მეც ცხოვრების გაძვირებაზე რას როგორც მიყავთ ჩემი მთავარი ფიქრი რა არის, აი თქვენი მსჯელობის მთავარი ხარვეზი რა არის. ხარვეზი შეიძლება არც არის, აი ნახოთ შევამოწმოთ ერთად. კი ბატონო. ვიმსჯელოთ ორ სხვადასხვა შემთხვევაზე. ერთი, როდესაც ბიზნესს ვაძლევთ უფლებას ან არ ვაძლევთ უფლებას, რომ სიაფის გამო სხვა ქვეყნიდან უფრო იაფი მუშახელი შემოიყვანოს. ეს ერთი მოცემულობაა. ჩვენ საუბრობთ მეორე კატეგორიის შემთხვევაზეც, როდესაც შემოყვანის და წამჩამოყვანის საჭიროებას განაპირობებს არა მუშახელის სიაფე, არამედ ის რომ საჭიროება და დეფიციტი პროფესიული. ამ შემთხვევაში არის თუ არა გამართლებული. მაგალითისთვის ვამბობ. ნახეთ, აი მაგალითად არ არის, აი მოდი სამედიცინო სფერო ავიღოთ. აი მაგალითად ნეიროქირურგი არ აყვავს და ჩამოყვანა. ნეიროქირურგების სწორედ რომ არაჩვეულებრივი ხავს. არ დავასახელებ სხვა შორის დაკს, რომ იმეს არ ვაწყენინო, მაგრამ ნახეთ, აი მეთოდები იხვეწება, რაღაცეები გამოჩნდა ახალი ისა შეიძლება იყოს ექიმი, რომელსაც შეუძლია აქ ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდით მუშაობის დიდი ტექნოლოგია ჩამოიტანოს. მე ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ კი, ხელი უნდა შეუწყოთ, არამც თუ ხელი უნდა ვკრათ, ხელი უნდა გაუხსნათ. არ ვიცი, სულ უნდა გვეჭიროს თვალი, რომ სადმე რამე წინაღობა არ აღმოჩნდეს, ისეთი, რომელიც შეიძლება ბარიერი იყოს. კი ბატონო, აი მოდი გიპასუხებთ მაგაზე. გოდიში დავასრულებ. ნახეთ, ეს ვითარება იქნება ეს იმისთვის, რომ იქ გაჩნდეს საქართველოში ისეთი შესაძლებლობები, რომელიც გაზრდის იმ მიზანს მიგვაღწევინებს, რაც გლობალურად რა თქმა უნდა ეს არის. თქვენ მსჯელობაში, როდესაც საუბრობთ, რომ კი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა რომ ქართულს გქონდეს მაღალი შემოსავალიც და არავის არ ეჭიროს თვალი სხვა ქვეყნის შემოსავალზე, ეს სწორია, მაგრამ ამას უნდა მივახციოთ მათ შორის ბიზნესით. ბიზნეს თუ განვითარების პერსპექტივა არ მიეცა, ამ შემთხვევაში ის პრობლემაა, მაგრამ აქაც დაბალანსებაა. და ნახეთ, აი მედიცინაშიც დარგებში, სადაც არ არის დეფიციტი და საბედნიეროდ საკმაოდ ბევრია ასეთი. იქ რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ შეზღუდული უნდა იყოს, აი პირდაპირ ვამბობ, შეზღუდული უნდა იყოს უცხოელი ექიმის ჩამოსვლის და აქ მუშაობის შესაძლებლობა, რაც არ უნდა მარკეტინგულად ეკვინვესტვის საინტერესო იყოს. პასუხი რო გავწი შეიძლება? დიახ, ის. ნახეთ, ეგეთ სპეციალისტებზე, რომლებიც აი რაღაცა უნიკალური სპეციალისტია, გვჭირდება, ხო? მაგაზე არ არის საუბარი. სინამდვილეში მე რაზეც ვსაუბრობ, აი ეგ მომენტი ფინანსური კუთხით რაც არის იაფი მუშახელი რო შევაყო, ეგ მანდ არის საუბარი რაღაცა ბაზრის ალბათ 90%-ზე და ეგეთი კონკრეტული შემთხვევები, რომელიც როცა კონკრეტული სპეციალისტი გჭირდებათ, არ ვიცი, ენერგეტიკაში, განათლების სფეროში ვიღაცა მაგარი სპეციალისტია, ჩამოვიყვანეთ ჯავახიშვილში უნდა ასწავლოს, ხო? მაგაზე არა მაქვს საუბარი. ეგ გასაგებია რატო შემოყავს, მაგრამ რაზეც საუბრობთ, მაგისი უდიდესი ნაწილი ეხება ზუსტად ამ
ხელფასის თემას. და მეორე, როგორ უნდა დაუკომპენსიროთ ბიზნესს? როგორ უნდა დაუკომპენსიროთ ბიზნესს? მაგაზეც მინდა რომ ორი სიტყვა. ნახეთ, ამას ვკითხულობ ზუსტად, რომ ჩვენი ეს ბოლოს კანონით გაჩენილი შესაძლებლობა. ზოგჯერ რაღაც მომენტში უფრო მკაცრი რაღაცა ყველაფერი, თუმცა ესეც იძულებით ნაკარნახევი და ამის მთავარი ფუნქცია ხო ეს არის, რომ შეიქმნას მექანიზმი და მოდელი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ გავარკვიოთ და დავახარისხოთ, რომ ეს კონკრეტული ვაკანსია, რომელზეც ვინმე ითხოვს, რომ ჩამომაყვანინეთ უცხოელი, არის მხოლოდ ფულ CIF-ის გამო და აქვს თუ არა ამას ქართული ალტერნატივა, თუ არა ეს არის ისეთი კვალიფიციური შრომა, რომლისთვისაც დიახ, ხვალ რომ მაგალითად რომელიმე საფეხბურთო კლუბმა თქვას, რომ მე უნდა ჩამოვიყვანო გვარდიოლა ან ვიღაც ისეთი გამოსმით, რომ მაგაზე არ ვსაუბრობთ ხა. ხო და მეც 90%, 95% ვიზეთ ვსაუბრობთ, ეს არ არიან ფეხბურთელები, ეს არ არიან პროფესორები, ეს არის ადამიანები, რომელიც ჩამოდის და მაგალითად მშენებლობაზე მუშაობს. ხო ათასობით ადამიანი, რომელიც შენობას ეხლა რათ მუშაობს? პასუხი შეიძლება პასუხი შეიძლება გაგცეთ. ნახეთ, პირველი, როგორ უნდა დავაკომპენსიროთ ბიზნესის თემა. ამისთვის საჭიროა, რომ გადავიდეთ იმ მოდელზე, რომელზეც უმეტესობა არის გადასული, რასაც ქვია პროგრესული გადასახადები. მაგალითად, მსხვილ ბიზნესს დაუტოვოთ, ეხა რა პროცენტიც არის, მაგრამ საშუალო და მცირე ბიზნესს საშემოსავლო დაუწიოთ, რომ დაუკომპენსიროთ ის მომენტი, რასაც მე ვთქვი, რომ რახან ამას ეზდება მუშახელის ფასი, იმიტომ რომ უცხოეთიდან აღარ შემოყავს მასიურად ტიპები, რომლებიც მარტო იმიტომ რომ ნაკლებ ფასზე არიან თანახმა რაღაცა აკეთონ, ეგ ფაქტორია მარტო. ეგ დაუკომპენსირეთ, იმითი რომ მთელი ცივილიზებული გადასახადს ვინ იხდის? ბიზნესი ხო? არა. ბიზნესი არა, დასაქმებული იხდის. შეიძლება სხვა გადასახადებზე საუბრობ. ახლა მივცეთ პასუხის გასცემის საშუალება. უკაცრავად, შემის ბოდიშით მოგების გადასახადზე საუბარი, მოგების გადასახადზე საერთოდ 2%. თუ რეინვესტირება ხდება ესტონური მოდელით. რეინვესტირება თუ ხდება კი, მაგრამ ისე 2%. ხო, ამიტომ 2% არ არის მოგების გადასახადი, ხო? ანუ რამდენი? რავი, თქვენ მითხარით. თქვენ ხო საუბრობთ. აი ნახეთ, საკითხზე დაიწყეთ საუბარი. რომ მე ვიცი რომ 18-ია, მაგრამ 2%-ია. რეინვესტირების შემთხვევაში რამდენი პროცენტი არის მაგას? რეინვესტირებას არა, თავი რომ დავარებთ. თავი რომ დავარებთ. ნახეთ საკითხი როგორ არის. თქვენ დაიწყეთ საუბარი პროგრესულ გადასახადზე. ჯერ ერთი პროგრესულ გადასახადზე ვესაუბრებოდით და საუბრობდით ბიზნესის კუთხით და გეუბნებით რომ ეგ არ არის გადასახადი ბიზნესისა, ეგ არის ჩვეულებრივი დასაქმებულის გადასახადი. ერთი. თქვენ მეუბნებოდით ახლა გადავოთ მაგას. თქვენ მეუბნებით რომ მაგალითად მოგებაზე ვსაუბრობდიო და მოგებაზე როდესაც ვისაუბრებთ, მაშინ უნდა ისაუბროთ ასევე ესტონურ მოდელზე. ესტონური მოდელი კიდევ რას გვეუბნება, თუ ბიზნესი თავის მოგებას ჩააბრუნდებს, ანუ რეინვესტირებას მოახდეს და პირიქით საკუთარი ბიზნესის განვითარებას და გაზრდაზე იქნება და რასაც თქვენ საუბრობთ, კიდევ უფრო მეტი მაღალი ხელფასი გადაუხადოს თავის დასაქმებულს, უმცირდება გადასახადი. თუ თქვენ ვესაუბრებით უბრალოდ ზოგადად, ნახეთ, როდესაც ჩემი რჩევა იქნება უბრალოდ საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, უკეთესად დაინახავება. უბრალოდ ზოგადი განცხადების გაკეთება ის რომ პროგრესული გადასახადი უნდა იყოს და ეს ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დეტალებში შევიდეთ და რატომ. ნახეთ, წეგან თქვენ რომ საუბრობთ სულ რამდენიმე წუთის წინ რომ მაგალითად ბიზნესი რა გამოგივიდათ რომ ბიზნესი უნდა იყოს წნეხი. ჩვენ კიდევ პირიქით ვამბობთ რომ ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს და რატომ უნდა იყოს თავისუფალი. ჩვენ თუ ელემენტარულად არ შეუწყეთ ხელი ბიზნეს პროცესებს და ბიზნესების განვითარებას, თქვენ რომ ვამბობთ რომ დასაქმებულს მეტი ხელფასი უნდა გადაუხადოს უბრალოდ სამუშაო ადგილი არ გვექნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ერთი მხრივ, როდესაც პასუხისმგებლიანი ხელისუფალი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის რომ შეძლოს ბიზნესმა თავისუფლად იოპერიროს, ხოლო მეორე მხრივ პასუხისმგებლიანი ხელისუფალს როგორც შეეფერება, პირველ რიგში უნდა გააკეთო ისეთი რეგულაციები მოიფიქრო, რომ გახდეს შესაძლებელი რომ პირველი ქართველი დასაქმდეს, ანუ საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა. და აქ თუ ბალანსი არ დავიჭირეთ, ორი საკითხი არის. ჩვენ შეიძლება ძალიანაც გვინდოდეს რომ რაც შეიძლება ბევრი ქართველი დავასაქმოთ, მაგრამ უბრალოდ დასაქმების ადგილი აღარ გქონდეს. და პირიქით, თუ ძალიან ბევრ დასაქმების ადგილს გვინდ, რაც ძალიან კარგია თავის შინაარსით, მაგრამ თუ აქ საქართველოს მოქალაქეები ვერ დასაქმდებიან, მაშინ რა გამოვა? ვერავითარ შემთხვევაში მიზანი მიღწეული საბოლოო ჯამში ვერ იქნება. მოკლედ და ბიზნესი იმდენჯერ ვახსენოთ რომ ბატონის შესაძლოა. უკაცრავად. გველოდება დიდი ხანი. ამერია ბოდიშით ისე. ალბათ ეხა ვინც მისმენდა ყველა მიხვდა რომ მოგებას ხო ეგ ერთი. მოგებაზეც გითხარით. ხო, მოგებაზე რავი ხა არ არის 2%, რეინვესტიცია შეიძლება გააკეთო, შეიძლება არ გააკეთო და ეგ ერთი არის ყველა ცივილიზებულ თანამედროვე სახელმწიფოში
გადასახადები არის პროგრესული. ეგ არის რითი ჩემი აზრით უნდა დააკომპენსოს, ყველაში არ არის უმეტესობა, რა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის, ევროკავშირის ქვეყნებში არის, რა ვიცი ხა თქვენ თუ რაღაც არ ვიცი ვიეტნამზე გაქვს სწორება, არ ვიცი, ვიეტნამში როგორ არის, არ ვიცი. ევროპაში და ამერიკაში ეგრეა. მე როცა ვამბობ, რომ საქართველოში ბიზნესზე წნეხი უნდა განხორციელდეს, ჩემი ამოცანა ის კი არა, რომ ბიზნესი აღარ ოპერირებდეს. ჩემი ამოცანა არის, რომ რაღაცა დისბალანსი რო გვაქვს ხა, ეგ გასწორდეს. მაგალითად, აი ვიღაცა ზოგადად წარმოვიდგინოთ პირობითი ვიღაცა ჭყონია, რომელიც რაღაცა ლიმონადს ასხავს, ხო? ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ხა მაგ ადამიანს თუ ვეთყვით, რომ მარტო ქართველები დაასაქმე და კი მოგიწევს უფრო ძვირის გადახდა, ხა რას იზამს ეგ ადამიანი დახურავს ქარხანას და აღარ ჩამოასხამს თავის იმას? არა. სინამდვილეში ზურაბ, ეხლა ნუ გამოგვიყვანთ ის რომ შეწყონიას დამცველები ვიყოთ, მაგრამ ელემენტარულად შეიძლება უკაცრავად რეპლიკისთვის, მაგრამ შეიძლება დავასრულო. უბრალოდ ძალიან დავასრულებ და მე მითხარ, რაც გინდა ისე მითხარ. კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ. რომელ პროფესიაზე დავასრულებ შეიძლება? აი მაგალითად მშენებლობის თემაზე, ხო? დიახ. მშენებლობის თემაზე ჩვენ თუ არ შემოვიყვანთ უცხოეთიდან იაფ მუშახელს, მშენებლებს მოუწევთ გააძვირონ კი პროდუქტიც, მაგრამ გადაუხადონ მაღალი გადასახადები ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ბინაცხო გაძვირდება თუ კი ბინა გაძვირდება საქართველოს მოქალაქე, რომელიც აქ არ მუშაობს მშენებლობაზე, მიდის უცხოეთში და მშენებლობაზე მუშაობს იქ, ანუ მშენებლობაზე მუშაობის პრობლემა კი არა აქვს, რასაც იხდიან ის არაკმაყოფილებს მაგას და მაგის ოჯახს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამოცანა სინამდვილეში არის, რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდეს. კი ბატონო. დავიგეთ, დიდი მადლობა, ოღონდ გთხოვთ მოკლედ და მე ბატონო. სულ ორი. თავარ შეცდომას, რასაც უშვებთ, ჩემი აზრით უბრალოდ. ბატონო ზურაბ, არის რომ, შეიძლება თქვენ ეს შეცდომასაც არ უშვებთ და ასეთი გეგმა გაქვთ. და თქვენ თავისუფალი ხართ, რა თქმა უნდა, თქვენ საუბარში. და ვერანაირად ვერ გეტყვით ასე თუ ისე. მაგრამ ნახეთ, თქვენ უბრალოდ საუბრობთ თლიანად სექტორზე. მაგალითად, თლიანად ახსენეთ სამშენებლო სექტორი. თლიანად ახსენეთ, რა ვიცი, კიდე სხვა რამდენიმე სექტორები, მაგრამ აქ ნახეთ განმშრომლობა. აი მაგალითად, და თლიანად სამშენებლო სექტორი რო ავიღოთ, ხო, სამშენებლო სექტორში. აი მაგალითად ავიღოთ ელექტროშემდგროვებელი, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მაგალითად გვჭირდება ახლა ვაკეთებთ, მაგალითად უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი და ელექტროშემდგროვებელი გვჭირდება, რომელიც წყლის ქვეშ სამუშაოებს განახორციელებს. პრობლემა გვაქვს, არ გვყავს. ანუ სულ რომ გავზარდოთ და რა გინდმეტი, რამდენიმე ათეული ათასიც რომ გადავიხადოთ, უბრალოდ ადამიანი არ გვყავს საკმარისი. ხვდებით რა შეასაბამება. ის ვარიანტი არ მოგვს მეორე სასწავლებელი გავხდა და ჩვენი კადრები. აი ამაზე საუბრობთ, ბატონო, ძალიან. აი ნახეთ, არ შეიძლება უბრალოდ ზოგადად ისაუბროთ მთელ სექტორის მიმართულებით. მაგალითად, არ გვყავს ჩვენ გეოლოგებში პრობლემა გვაქვს. გეოდეზიის სპეციალისტები არ გვყავს. და ნახეთ რა არის, რომ ჩვენი ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ხედავთ პირდაპირ პულსაციაზე ედება მთავრობას ხელი, საქართველოს მთავრობას და სადაც საჭირო იქნება საქართველოს მთავრობის აქტებით იქნება ცვლილებები და რეგულაციები, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტიც იგივენაირად საკანონმდებლო მხარდაჭერას გამოაცხადებს. და რას ვაკეთებს, რომ მათ შორის ეს სივრცე მნიშვნელოვანია და ორჯერ დავიწყე ამ საკითხზე საუბარი, რომ ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა, რომ დავინახოთ, სად გვაქვს პრობლემა, სად არის ის პროფესია და ის მუშახელი, სადაც აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი პროფესიული უნარჩვევები განავითაროს. რამდენიმე დავასახელოთ კიდეც. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი ის უმაღლესი განათლების რეფორმა, სასკოლო რეფორმა, მათ შორის გაჟღერებული პროფესიული სასწავლებლების რეფორმა. ამაზე ვსაუბრობ. უბრალოდ ზოგადად სფეროების მიმართულებით კი არა. კონკრეტული პროფესიები გვჭირდება ჩვენ, რომელზედაც დიახ გადავამზადეთ და დიახ გადავამზადეთ. მაღალი კადრები მადლობა ბატონებო, ძალიან გქონთ რა. მოგცემთ სანამ ეს არ იქნება უბრალოდ ბიზნესის არ უნდა არასდროს არ იქნება სანამ უცხოეთიდან იაფად შემოყავს კადრები. ბიზნესის ინტერესი რა შემდგომარეობს, ეთანხმებით თუ არა რეგულაციებს და სხვა ესეც საინტერესოა, რას ფიქრობთ იმაზე, რომ უნდა დაასაბუთოთ, რომ ამა თუ იმ ვაკანსიაზე შეუფერებელია საქართველოს მოქალაქეს შესაძლებელია მის დადასტურება. მოგესალმებით, ქრისტე აღსდგა მოგილოცავთ ყველა სამ დღესასწაულს და მივესალმებ რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს.
ესე იგი იმდენი აზრი მოვისმინე, რომ მინდა რომ ყველაფერი საბოლოოდ ბიზნესთან მოდიოდა და ალბათ ეხლა ყველაზე მეტი მე უნდა ვისაუბრო, ყველას პასუხი უნდა გავცე და ყველას რაღაცა უნდა უთხრა, მაგრამ აი ეს ნათქვამი რომ არის, რომ პოლიტიკოსები რას საუბრობენ საბოლოოდ ვერ გაიგებო, ზუსტად ესეთი სიტუაცია არის ეხლა. რომ უპირისპირდება ხელისუფლება ოპოზიციას და ოპოზიცია უმტკიცებს იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ის არ გააკეთო. ანუ სულ ეუბნება რომ არ უნდა შემოვიდეს ვინმე ხელისუფლება გზალავს ვიღაცის შემოსვლა და აქ როგორ არის დაპირისპირება ვერ ხვდები რატომ უნდა უპირისპირდეს თქვენი ინტერესი რა არის ეს აგვიხსენოთ ჩემას გადაწყვეტილებები რაც აბათ აი მიიღეს არ არის კლიანი სტრატეგიის ნაწილი ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა 2 წლის წინ დამისვეს ეს შეკითხვა როდესაც სარესტორნო სფეროში ჩვენ სფეროში პრობლემა არის და იყო დასასაქმებელი ადამიანების რაოდენობა და მოთხოვნა ძალიან დიდი არის, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა და მე ვთქვი მაშინ, რომ დადგება დრო საქართველოში, როდესაც მიგრანტები აუცილებლად უნდა შემოვიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ იარსებებს გარკვეული დარგები. და ეს დარგი შეიძლება დღეს პირობითად რო ვთქვათ, არის მშენებლობა, დღეს რომ მშენებლობაში არ იყოს დასაქმებული უცხოელი ადამიანი, უბრალოდ მშენებლობა საქართველოში ვერ იფუნქციონირებს. რაოდენობის გამო თუ კვალიფიკაციის გამო ეს არის? ორივე, რაც გნებავთ ჩათვალეთ, ორივე არის. არც რაოდენობა არის აქ, რა თქმა უნდა, საკმარისი და რა თქმა უნდა, რაც ხელობა. და ესეთივე პრობლემა იქნება განვითარება, როდესაც ხდება ქვეყნის, ხო? ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს. არ შეიძლება მიგრანტების გარეშე ქვეყანა განვითარდეს, იმიტომ რომ ის პროფესია, რომელსაც დღეს ქართველი ადამიანი ითავსებს, გარკვეული წლების შემდეგ ეკონომიკური განვითარებასთან ერთად უბრალოდ არ მოხდება, როგორც ჩვენი მიგრანტები იმ სამსახურს აკეთებენ, რასაც აქ არ აკეთებენ, იმიტომ კი არა, რომ ეთაკილებაც ეს სამსახურში უბრალოდ იქ უფრო მეტ თანხას ღებულობენ. ესეთივე სიტუაცია გვექნება ჩვენ. ამიტომაც, რასაც ვამბობთ ბიზნესი, ხო, ჩვენ იაფ-მუშახელს კი არ ვეცებთ, ხოლოდ ეს არის უბრალოდ დასაქმების სურვილის გვაინტერესებს, რომ ადამიანებს დღეს მაგალითად მე რომ ვაკანსია მაქვს გარკვეულ მიმართულებებში, ამას ვერ ვავსებ. ხელფასის გამო არა, იმიტომ რომ იქ ხო სხვა ადამიანების დასაქმებულები არიან, ისა ხო არის რომ საერთოდ ვერავის ვერ ვნახულობ, ხო? აქ არის პროცესი, სადაც გარკვეული კატეგორია ადამიანების ვერ პოულობენ სამსახურს, გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ვერ პოულობთ. ჩვენ დღეს 13.1%-ია დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და ამ დროს ბიზნესი იხვეწება, რომ ჩვენ გვჭირდება მუშახელი. ხელფასებია დაბალი და ამიტომ ვერ პოულობენ. ამას ცოტა თუ ჩავშლით, შემიძლია განმარტო ჩვენ ჩემი კუთხით რა არის. აი, რაც ბატონო ზურა საუბრობდა, რომ ბიზნესს მივცეთ ვალდებულება, რომ ხელფასი გავზარდოთ. ბიზნესს მიიღებს ამ ვალდებულებას ხელფასს რო გაზრდის, გაიზრდება შემდეგ პროდუქტი ისევ რო გაიზრდება, შემდეგ ეს ხო მოსახლეობას აწვება, ხო, თავისთავად. მიგრაცია, რასაც ქვია, ამას სისტემა მე ფასი გაიზრდება, მყიდველმეროვნეობას არა, ესე არ არის ავტომატურად ბაზარი ხმის ამას ყველაფერს ჩვენ ხელოვნურად ვერაფერს ვერ შევქმნით. ეს ადგება და მუშახელს გაანახებს. ხო, მიგრანტებს ნორმალურად შეიძლება მე არ გეშლებოდი შეიძლება აი ხელისუფლების მიდგომებთან დაკავშირებით რა შენიშნები ერთი სიყვარა მომიღია როცა საუბრობდით თქვენ. როდესაც საუბრობთ ამ მიგრაციასთან დაკავშირებით, აი ქვეყნებს თუ ვადარებთ, ან ერთი მიმართულებით უნდა მივყვეთ ამ ქვეყანას, ან საერთოდ სხვა ქვეყანას უნდა მივყვეთ. ამერიკა მიგრანტებმა ამუშავეს. დღეს დუბაიში მაგალითად 86% არის მიგრანტი, საერთოდ და 14% არის ადგილობრივი. ანუ ჩვენი საქართველოს რეალობაში, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს სწორი გადადგმული ნაბიჯია გარკვეულ წილად იმ კუთხით, რომ სისტემა უნდა შეიქმნას. მაგრამ დღეს რო ვერ ბრძვით ჩვენ მაგალითად კურიერებს ან ტაქსის მძღოლებს, ეს ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელი არის, მაგრამ ის რომ გეტყვით ჩემას რატო? აი მაგალითად, როდესაც გიდებზე არის საუბარი, ეს ჩვეულებრივი მოვლენა, რომ ჩემს ისტორიას უცხოელი გიდი არ უნდა ესაუბრებოდეს, აქ ჩამოსულ სტუმარს, რომ აი მაგალითად თურქეთში ჩემი კონკრეტული მაგალითი იყო, ერთ-ერთი ადამიანი გვახდა, რომელიც გვიხსნიდა თავისი ცოდნით, უბრალოდ გიდი კი არ იყო, თავისი ცოდნით გვიხსნიდა და მოვიდა პოლიცია და იქ არსებობს ტურიზმის პოლიცია და აჯარიმებდა ამ ადამიანს, რომ შენ შეიძლება საერთოდ ისეთ რაღაცას უყვები, რეალობასაც თენილი არისო. ეს გიდი სხვა თემა არის, მაგრამ საქართველოს მოქალაქე დავაბრუნოთ, იმიტომ რომ მიგრანტებს არ მიცეთ საშუალება და ისინი ჩამოვიდნენ და კურიერებად და ტაქსის მძღოლებად იმუშაონ, ეს უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელი რეალობა არის. ადამიანები, რომლებიც უცხოეთში მიგრანტებად არიან წასულები და ისინი თავის კვალიფიკაციას იმაღლებენ, აქ
ამ სამსახურში არ ჩამოვიდა და არც არაზოს არ იმუშავა. პრინციპი სწორია, მაგრამ კონკრეტულად ამ ერთი მიმართულების შეზღუდვას არ ეთანხმებით? ანუ სწორად რო გავიგოთ. კი, მასე არის, ხო, კანონმდებლობა სწორია, პრინციპი სწორია, საქართველოს ქართველის დასაქმება უფრო, საქართველოს მოქალაქის დასაქმება უფრო პრეფერენცირებული და თქვენ რომ კარგად რო გავიგოთ. კი, გეტყვით ზუსტად რასაც პირველ რიგში აუცილებლად მიგრაცია ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში მუშაობა არის და მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის ხარჯზე. ანუ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის ინტერესები აუცილებლად დაკმაყოფილებული, მაგრამ უარის თქმა მიგრანტებზე და რაღაც მთლიანად ხაზის გადასვლა უბრალოდ წარმოუდგენელია და ვერ შევძლებთ. დღეს რომ ჩვენ არა მოვთამაშოთ. ხო, დღეს რომ სწორად გამიგეთ, პირდაპირ კონკრეტულ თემას დღეს რომ შენებლობაში აიგრძალოს პირდაპირ ვიღაცის სურვილით, რომ არ იყოს მიგრანტი დასაქმებული, შეჩერდება უბრალოდ შენებლობა აღარ იარსებებს. ჩვენ სფეროში ჯერჯერობით ეს ვინმე გითხრათ რომ ეს ბატონო, არ მე არ ვამბობ. ვინმე გითხრათ რომ ამის ესე ბლანკეტურად ბრმათ ვინმე ბატონო მიხეილ, არ მithქვას თქვენ აკეთებთ, მე პირიქით ამიტომაც ვამბობ, რომ ის რაც ყველგან ის პოზიციები რაც აღნიშნეთ და უშეთ კურიერები და ტაქსისტები ეს პრობლემატურია. არ გეთანხმებით რა შეგითხარით? არ დაასრულოს. არასწორი პოზიცია არასწორი არის ის თქვა რა თლიანად რო აიკრძალა რაღაც მაგალითად კონკრეტულ თემაში ორი მიმართულება ტაქსის მძღოლი და ისა კურიერი უბრალოდ ამ ნაწილს არ ვეთანხმები. დანარჩენს ვეთანხმები. ამიტომ უნდა იყოს შექმნილი ისეთი სწორად შესწავლილი სად გვაკლია ჩვენ მუშახელი, სად არის ზედმეტობა, ეს უნდა იყოს შესწავლილი, სწორად გაიწეროს ეს ყველაფერი. ამას ვეთანხმები, თორე მაშინ უნდა ვთქვათ რა არის დღეს მოქმედი სისტემა. ეს არის ზუსტად თქვენი საქმე, რომ ბიზნესთან ურთიერთობით თქვენ შეისწავლოთ სწორად ის საკითხები, ის სფეროები, სად გვაქვს ნაკლოვანება, სადა გვაქვს ზედმეტობა, რომ იქ სადაც ქართველი ჩანაცვლების შესაძლებლობა არსებობს და იქ ილახება საქართველოს მოქალაქის სურვილი იქნება ეს თუ მისი უფლებები, იქ რა თქმა უნდა ჩარევა უნდა არსებობდეს. ორი აზრი ამაზე, იქ სადაც უბრალოდ ჩვენ ნაკლებობა გვაქვს და ჩარევა არასწორი მოხდება, ხო ამ საქმეს მთლიანად გააფუჭებს, ხო ამაზე მაქვს საუბარი. მადლობა ბატონ შეთა, მოდით მოვუსმინოთ. ბატონ მიხეილ, ესე იგი ორი პოზიცია, კურიერი და ტაქსის მძღოლი არის პრობლემატური, რატომ მოხდა ასე აკრძალვა? მე ამას სიმართლე გითხრათ, არ ვეთანხმები ხა შეგვიძლია ეს ფაქტებით და მტკიცებულებებით ვისაუბროთ, რამდენად არის პრობლემური. მე არ მგონია რომ ან ტაქსის მძღოლი ან გლოვო და ოღონდ არა მხოლოდ ეს ორია კურიერის და იმის პროფესია არის ისეთი, სადაც ქართველებს რეალურად დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები აქვთ რეალურად. და არ არის აუცილებელი არც არ დაფასება და არც ზედმეტად დაფასება ამის. რეალობა არის ასეთი, რომ კი დღეს რომ არ ყავდეს კონკურენტად იაფფასიანი მუშახელი უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველი უფრო მეტი სამუშაოს შესრულებას შეძლებდა. რა თქმა უნდა შეძლებდა. ამაზე ვემუშავებთ. მე უნდა უბრალოდ ბოლოს რაც ითქვა, მე მგონია აი თქვენ პოზიციას ესე შევეცდებოდი რომ შეგახედოთ თქვენ პოზიციას. ნახეთ, თქვენ ახსენეთ საუბარში რომ ჩვენ ვებრძვით ან კურიერს, ან ტაქსის მძღოლს, ან გიდს, ან რაღაც. არამც და არამც. ეს არ არის ჩვენი მიდგომა ასეთი რამე და პირიქით. ჩვენ ვამბობთ რას? ჩვენ იმას კი არ ვცდილობთ ვინმეს დაუპირისპირდეთ, ან რაღაცა ანტაგონიზმი გამოვხატოთ უცხოელის მიმართ. არანაირ შემთხვევაში ეს სწორი არ იქნება. ჩვენ ვცდილობთ რომ უბრალოდ ქართველს კი კონდეს დეკლარირებული de jure და de facto კონდეს პრივილეგია რომ პირველ რიგში მასზე შეაჩეროს არჩევანი. თუ არჩევანის არ შეჩერების მიზეზი ბიზნესის მხრიდან იქნა იაფფასიანი მუშახელის სურვილი, ამ შემთხვევაში ამას მე ვფიქრობ, რომ აკრძალვა დაჭირდება. ხისტი იქნება ეს მექანიზმი თუ არა ხისტი, ეს უნდა იყოს. სისტემა, რომელზეც თქვენი საუბრეთ, სისტემა უნდა იყოს, სისტემამ უნდა შექმნას ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული პროფაილინგს ეძახიან ამას, რომ ვიცოდეთ გეთანხმებით ამაშიც, ვიცოდეთ, რომ მაგალითად რომელ პროფესიაში დეფიციტი გვაქვს, რომელში არ გვაქვს და ასე შემდეგ. ეს კარგი იქნება სხვა შორის განათლების მიმართულების გაუმჯობესებისთვის. ბატონმა ვახტანგმა დასვა, ან თქვენს დასვით საუბარი იყო იმაზე, რომ აუცილებელია მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებაც. ეს ასეა, მუშაობს. მართლა ბევრი რამ კეთდება, მაგრამ როგორ არის, იცით, ინფორმაციული ჯაჭვი რაღაცნაირად ვერ აეწყო. ვერ აეწყო იმიტომ, რომ როგორც არ უნდა შემდუღებელი თუ გჭირდება რა, შეიძლება ქართული შემდუღებულიც როგორია, იცით, შემდუღებელს ამუშავებ, კვალიფიციური გახდება, გააკეთებს, შეძლებს, ნიჭიერია ეს ქართველის ნამდვილად შეძლებს. მაგრამ პრობლემა რაშია, იცით, უნდა ისწავლოს, უნდა გააკეთოს რაღაცა და მერე შეიძლება დადგეს რადილების წინაშე, იცით, მისმა პოტენციურმა დამსაქმებელმა შეიძლება თქვას, რომ ეს კი გააკეთებს ამ შედუღებას, რაც მე მჭირდება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს რო ამას გააკეთებს,
ორჯერ ნაკლებ ხელფასად გააკეთებს ვიღაც სხვა სახელმწიფოდან. ეს ცუდი ვარიანტია. მაგრამ ვიდრე მე არ მყავს ეს შემოღებელი, მაშინ მანამდე რა თქმა უნდა ის უცხოელის ჩამოყვანის პერსპექტივა ყოველგვარი წინაღობების გარეშე უნდა კონდეს მინიჭებული ბიზნეს. რატომ უნდა კონდეს? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ბიზნესი მოკვდება და სხვა შესაძლებლობა აღარ ექნება განვითარების. დღეს ჩვენ გვჭირდება წყალივით იმისთვის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ის შედეგი გქონდეს ქვეყანაში განვითარება, მუშა ხელის ანაზღაურების ოდენობის ზრდა, რომ შენარჩუნდეს ამისთვის რა თქმა უნდა ვითარდებოდეს ბიზნესი. მაგრამ ჩვენ არ იცით, აი აქ ითქვა დასაწყისში თქვენი სიტყვის, რომ ვინ ვის ეთანხმება, არ ეთანხმება და ასე შემდეგ. მე მგონია რომ სხვაობა ჩვენ პოზიციებს შორის არის აი ფუნდამენტური სხვაობა რაშია, იცით, ერთადერთი. ესე იგი მე მგონი უფრო რადიკალიზირებულია შეხედულებები. რადიკალიზირებულია რომ აი თქვენ ბატონო ზურაბ თქვენ ბრძანებთ რომ რეგულაციის მომხრე ვარ გირჩი. არა, ეს ნახეთ აპრიორი ეს არ არის. აქ ნახეთ მაშინ ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ვიღაცა ვამბობთ რომ თქვა რეგულაცია საჭიროა თუ არ არის. აქ მთავარი რა არის? მთავარი საკითხი ის კი არის რომ ორივე პოზიცია საჭიროა. რეგულაციაც უნდა არსებობდეს და დაშვება ვიღაც უცხოელის და ასე შემდეგ. მაშინ საკამათოც არაფერი არ ყოფილა, მაგრამ საკამათო თავარი რა არის? აი ეს ზღვარი რეგულაციის ეს ზღვარი რა იყოს ჩაკეტილი და რა არ იყოს ეს უნდა გონივრულად იყოს განსაზღვრული. გონივრულობის მთავარი საზომი და კრიტერიუმი რა უნდა იყოს? ერთი კრიტერიუმი აქვს ამას. ის რაც დღეს ჭირდება ბიზნესს, ჭირდება ოღონდ არა იმიტომ რომ იაფია, არამედ ჭირდება შინაარსობრივად, ფუნქციურად. ამის შესაძლებლობა მაქსიმალურად დაბალი ბიუროკრატიით უნდა მისცე. მაგრამ თუ მხოლოდ ეგ ზღვარი გადასაწევია, მაგაზე შეგვიძლია ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ, რაც ყველაზე მთავარია. ვიმსჯელოთ გაუთავებლად, მუდმივად, იმიტომ რომ ესეც ბაზარია როგორი, იცით, სულ ცვალებადი მოცემულობა არ არსებობს, ასე ვთქვათ, კონიუნქტურა, რომელიც ბევრი ხნის განმავლობაში 30 წელია ეგ არა მე გულისხმობ, მე რა გულისხმობ, რომელ პროფესიაში რა გვჭირდება ეს უნდა იყოს განსაზღვრული. გასაგებია ბატონ შოთას ვაძლევთ სიტყვას. ჩემთვის ბიზნესისთვის და კიდევ ერთხელ ის რაზედაც საუბარია თქვენ რომ კარგად გაიგოთ რასაც ვამბობ რომ ზუსტად რეგულაცია ცალსახარი უნდა არსებობდეს, მაგრამ სისტემა, რასაც მე გულისხმობ, ნიშნავს იმას, რომ სწორად იქნას სფერო შესწავლილი და შემდეგ იქნას ამ სფეროში რეგულაცია შეტანილი. ცალსახად გიდის აკრძალვა ამ შემთხვევაში ორი ხელით გეთანხმებით, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთ სენსიტიურ თემას ემსახურებოდეს ადამიანი, რომელსაც მას არ აქვს გარკვეული კვალიფიკაციის გამოცდა თუნდაც ჩაბარებული, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ისტორია, რომელიც უნდა აუხსნას უცხოელს. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ სხვა სისტემაში შევდივართ, დღესდღეობით მოვა ეს დარწმუნებული ვარ ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იმხელა იქნება რომ მოვა ეს პერიოდი, როდესაც ჩვენ შეზღუდვა ავტომატურად ბაზარი ვალდებული იქნება რომ შეზღუდოს, მაგრამ დღეს არც ერთ სფეროში ასეთი ვითარება არ აქვს სამწუხაროდ, რომ საქართველოს მოქალაქეს ეზღუდებოდეს თავისი შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ ბატონო გვეჩქარება რა იცით? ის ეკონომიკური სიკეთე, რაც იქმნება დოლათის თლიანობაში. ეს შეიძლება პროგრესი რაც შეიძლება გადადგმული ნაბიჯი არის. მაგრამ ხელშესახების სარგებელი კონდეს. ბიზნესი, რომელიც ქმნის დოლათს, გადასახადს იხდის და შემდეგ ეს უკან ბრუნდება, ესეთი შეზღუდვები, რომელიც გარკვეულ წილად სენსიტიური მიმართულებების გარდა, სადაც ეკონომიკა სხვანაირად ბრუნავს, ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ პირიქით დააზარალებს. ამიტომაც ეს კარგად დასაფიქრებელი არის, შესასწავლი თემა არის, დააზარალეს ახლა ტაქსის მძღოლი, რომელიც დღეს სისტემით მუშაობს და თავისი სურვილით ხელიდაკნევით არ მუშაობს და არ უწევს კონკურენციას, იქ პრობლემა არ არსებობს და ძალით ვთქვით ამას, რატო არ ვიცი. ვის უკრძალავთ და რატო უკრძალავთ ტაქსის მძღოლობას? თბილისი არის ყველაზე იაფი ქალაქი ტაქსით მთელ მსოფლიოში. და რას ვაკეთებთ? ამით უფრო ძვირი გვინდა გავხადოთ. ეს სისტემა ქართველი მძღოლობა უნდა და ვინმე უკრძალავს. ვისაც უნდა რომ ეკონომიკის ეს ნაწილი ემსახურებოდეს თითოეული იმ ქართველის, ასე ვთქვათ, კეთილდღეობას, რომელ ქართველსაც აქვს სურვილი, ამბიცია, ცოდნა რომ დასაქმეს ტაქსის მძღოლი დღეს რას აფუჭებს უცხოელი? დღეს ვაკანტური თუ არის ტაქსის მძღოლის პოზიცია, ვთქვათ, 10 პირობითად ვამბობ და ის ყველა 10 პირობითად ვამბობ რიცხვს. ხო და ციფრი საერთოდ არ არსებობს უცხოელმა არა, როგორ არ არსებობს? რა, აი მაგალითად არა, ამაზე აქვს არაჩვეულებრივი ანალიტიკური კვლევები, მათ შორის რამდენი ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს თბილისში? ჩვენი დასაქმების სააგენტოს რამდენი ტაქსის მძღოლი უნდა იყოს თბილისში? უნდა იყოს ესე არ არის. აბა რა არის? უნდა იყოს არა. რამდენია ვაკანტური, რამდენია დეფიციტური. არ არის ესეთი არა, ნამდვილად ასეა. ეს ციფრი არ აქვს საერთოდ. არ არის შეიძლება თქვენ მოკლედ და ძალიან შემდეგ უკვე მოკლედ. ვახოსთან გადავიდეთ. ნახეთ,
ჩვენ თუ საუბრობთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგალითად, უნდა ვისაუბროთ და სისტემა ეს არის ზუსტად. უკაცრავად, არა, ეგ არ არის სისტემა. კონკრეტული გადაწყვეტილებები ბატონო არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, ხოლო სისტემა არის სისტემური მიდგომარი და რა გადაწყვეტილებას იღებ ამ სისტემიდან გამომდინარე შემდგომ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში. ნახეთ, სისტემა როგორ მუშაობს ახლა და როგორ არის აწყობილი. მათ შორის სულ რამდენიმე დღის წინ, 4 შაბათ დღეს საქართველოს პარლამენტმა ახალი ცვლილებები განახორციელა ამ კუთხით და მთელი რიგი საქმიანობები მაგალითად საერთოდ გაათავისუფლა როგორც შრომის ბაზრის ტესტისგან, ასევე შრომითი მიგრაციის კანონის რეგულაციისგან მაგალითისათვის. როგორც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია, რეაბილიტაციის სამუშაოები. თუ გჭირდება აქ რომ უცხოელი ჩამოვიდეს, მას არ დასჭირდება რომ არც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს და არც იუსტიციის სამინისტროს მიმართოს. დასჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ უკვე საქართველოში ბინადრობის განსხვავებული ვადები არის საჭირო. მაგალითად იგივე შემთხვევა, როდესაც საქართველოში არის ლეგალურად ყოფი ადამიანი ცხოვრობს და უცხოეთში, ანუ არარეზიდენტ პირზე, უცხოურ კომპანიაზე მუშაობს და უცხოეთიდან იღებს თანხებს. და რატომ გჭირდება ეს ყველაფერი, რომ უცხოეთში მიღებული დოვლათი ჩემს ქვეყანაში, ჩემს ეკონომიკაში შემოიტანოს, რომელიც თავის მხრივ ისევ და ისევ ჩემს მოქალაქეზე ვრცელდება. ეს რეგულაციები მხოლოდ იმ ნაწილში არის შემოსული, როდესაც უცხოელი კონკრეტულად ქართულ კომპანიასთან, ქართველ დამსაქმებელთან საქმიანობს, ან საქართველოში რეზიდენტი, რომელიც არის იმ იურიდიულ პირთან საქმიანობს. ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, სისტემა არის თუ არა სწორი, მოდი სისტემაზე ვისაუბროთ. თქვენ თუ არ მოგწონთ მაგალითად კონკრეტული გადაწყვეტილება გიდევთან დაკავშირებით, გვეთანხმებით მაგალითად, არ გვეთანხმებით ტაქსისტებთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ გვეთანხმებოდეთ, რა ვიცი, კიდე სხვა საქმე გლობუს კურიერებთან დაკავშირებით. ნახეთ, აი ზუსტად ეს საკითხი როგორ არის, ნახეთ. ცირედ იმას გავაკეთებ. რასაც თქვენ ამბობთ, ძიმესთან რომ გავჩერდებით, აზრი არ გამოდაადა. გეთანხმებით ამაში. ამიტომ დავასრულებ. მაგრამ დროში და სივრცეში არ გეთანხმებით. აი ახლა რაც ეხება დროს და სივრცეს ორი სიტყვით და დავასრულებ. არ არსებობს არც ერთი ქვეყანა. უბრალოდ ქვეყანა არ არსებობს, სადაც არის შრომის საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა, ჯერ რომ არ გაიცემოდეს თავმოყარე ქვეყანა, უბრალოდ ასეთი რამე არ არსებობს, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, პირიქით ყველგან ასეთი რეგულაცია არსებობს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ არ არსებობს ერთი ქვეყანა, სადაც შესაძლებელი არის რომ მაგალითად 20-დან 30 დღეში საბოლოო ჯამში მიიღო როგორც დასაქმების უფლება, ასევე ნებართვა იყო ჩვენს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებისა. პირიქით სამთვეზე ყველაზე ნაკლები 6 თვე, 9 თვე, შეიძლება 12 თვეც კი გაწევრი სისტემაზე როდესაც გეთანხმებით, მე როგორც ემიგრანტი, გერმანიაში სტუდენტი, მქონდა 3 თვე მუშაობის უფლება წელიწადში. ეს იყო სისტემური. და შესაბამისად, როდესაც თქვენ საუბრობთ დღეს, ეს პრობლემა დღეს არ დგას, რაც 5 წლის შემდეგ, რაც ბატონო მიხელმა თქვა, ჩვენ ვემზადებითო. ეს გადადგმული ნაბიჯები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩამოსვლის შესაძლებლობას, იმიტომ რომ დღეს თუ ემიგრანტი არ ჩამოვიდა და აქ შესაძლებლობა მუშაობის როდესაც რაღაცას ვქნით, მაგალითად, აი მაგალითისთვის პირობითად ის მაგალითად გლობოს კურიერი თუ ვერ იქნება უცხოელი, ამაში თქვენ ხედავთ პრობლემას, რომ ემიგრანტი ვერ შემოვა საქართველოში და ვერ განვითარდება ბიზნესი, ამას ამბობ. აი ბოლოს აქამდე ითარგმნება და ეს არის სწორი. არ გადათარგმნოთ ჩემი სიტყვებისა, როგორც თქვენებათ, მე გეტყვით როგორ რას გულისხმობ. მაშინ კონკრეტულად გეტყვით. აი გლობოს კურიერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ენობრივი ბარიერის გამო სხვა შესაძლებლობა უბრალოდ დღეს საქართველოში უბრალოდ არ მოიძიება სამსახური გარდა კურიერისა, გარდა ტაქსის ბრძოლისა. ანუ ენობრივი პრობლემის გამო კარგად ასრულებს სერვისი სამსახურს. სტუდენტი, რომელიც ჩამოდის. პრობლემა არ ქონიათ, რომ მაგალითად მისამართი არისო და ვერ მოგაგნოთ, ორი სიტყვა ვერ გაგაგებინათ. არა ბატონო, ესე არ გამოვა. სტუდენტი ძალიან ხო ბატონო, დაასრულოს და შემდეგ გავცელა გამოყარეთ მაშინ. სტუდენტი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, მას აქვს სფეროზე საუბარი არ შეიძლება ბატონოს რომ მაგას გეუბნებით. კონკრეტულ საქმიანობებზე, რომელიც არის ათასობით. შეიძლება სამშენებლოზეც შეიძლება. რა ვიცოთ თანმიმდევრობა. სტუდენტი, რომელიც ჩამოდის საქართველოში და მას უბრალოდ ვერ იმუშავებს და თავის თავს ვერ დააფინანსებს, მას შეიძლება შეეზღუდოს სურვილი, რომ აქ ჩამოვიდეს. კარგავთ ამ დროს ასევე შემოსავალს. ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება მე როგორც გერმანიაში 8 წელიწადი ვცხოვრობდი, ჩამოვიდეს საქართველოში, სწავლის შემდეგ, მუშაობის შემდეგ, დაუბრუნდით ჩემს ქვეყანას. თქვენ სფეროში რომ იმუშაოს? ძალიან გთხოვთ, აღარ ჩაეჭრათ. ანუ გლობოს სფეროში არ იმუშაოს, მაგრამ იმუშაოს და არც ტაქსისაც არ იმუშაოს, მაგალითად იმ სფეროში იმუშაოს, სადაც პრობლემა არსებობს, მაგალითად სარესტორნო ბიზნესში. რა პრობლემაა?
იქაც ეროვნული ბარიერია, იქ ვერ იმუშავებს. იქ ეროვნული ბარიერია და იქ ხომ არავითარი რეგულაცია არ აქვს, რომ ნულოვანი კოტა განსაზღვრული ხომ არ არის. ანუ ესე უცხოელ შესაძლებლობა რომ დროში და სივრცეში ვერ მოყვებით ეხლა იმიტომ რომ პრობლემა არ არსებობს. მადლობა, ახლა უნდა გადავიდეთ ბატონ ვახტანგთან. ბატონმა მიხეილმა ძალიან კაფეოდ განაცხადა, მე ასე აღვიქვი რომ არაფერს გადაჭრით არ გვგრძალებთ. ვაკვირდებით ბაზარს, ვსწავლობთ პროცესს, სადაც სახელმწიფოს ჩარევა იქნება საჭირო, იქ ჩავერევით ზომიერად და რეგულაციები იქნება შესაბამისი იმ სიტუაციის, რაც არის დაახლოებით. თუმცა პრიორიტეტი არის, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს უპირატესი. აი ეს მიუღებელია ასეთი მოცემულობა თქვენთვის. მაგრამ კარგია რომ წრე გააკეთა ამ დისკუსიამ და ასე თუ ისე პოზიციები გავიგეთ მონაწილეების. როგორც აღმოჩნდა, მე მგონი მე მარტო ვარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზურა უფრო მეც სიტყავს, ვიდრე ხელისუფლება აკეთებს და ბატონი ჩოთა იდეაში პრინციპს არ ეწინააღმდეგება. ანუ მე ვეწინააღმდეგები კონკრეტული შენიშვნები. კონკრეტული რაღაცა იდეები მოწონს, რაღაცა არ მოწონს, მაგრამ ჩემი განსხვავებული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ პრინციპულად მიუღებელია მთავრობის მიერ ადამიანების შრომით ურთიერთობებში ჩარევა. და როდესაც ამბობენ, ანუ ყველაზე დიდი ტყუილი სად არის, რომ როდესაც ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის კეთდება, ქართველი ხალხი ყველაზე მეტად თუ შეიძლება ვთქვა, არის მომხმარებელი. მომხმარებელია. ანუ ის რომ მომხმარებელმა პროდუქცია მიიღოს მაქსიმალურად იაფად, არის ქართველი ხალხის როგორც მომხმარებლის ინტერესში. დასაქმებული სხვა არის ქართველი. ხო და მაგას გიხსნით რომ არა მეთქი, ანუ აი ეს ხალხი ფიქრობს მაგას, რომ ის ვიღაცა დასაქმებული, რომელიც საქართველოს აი მაყურებელს ხდება სალბუნად, რომ ვაიმე რა კარგია, რომ ქართველებს პრივილეგია გვაქვს. და ეს პრივილეგია ვიღაცას არ აქვს და წარმოიდგინეთ, რომ ახლა მეგობარი მეუბნებოდა, რომ წარმოიდგინეთ, რომ ეს რომ მართლა გავცელდეს სხვადასხვა საქმიანობის დიდ სივრცეზე. ესე იგი, რამხელა ბიუროკრატია უნდა შეიქმნას. ანუ რამხელა რაღაცა ის უნდა მოეწყოს ამისთვის, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს, აი რომელ სფეროში შეიძლება და დეფიციტურია და იქ უფლება აქვს ვიღაცის დაქირავება და აი მაგალითად რომ ავიღოთ, რა ნებისმიერი პროფესია რა, მაგალითად შემდუღებელი, შეფი და წარმოვიდგინოთ, რომ რა ვიცი, დღეს ბაზარზე არის 3000 ლარი სიტყვაზე რა, არ ვთქვათ სიტყვაზე, ან 5000 ლარი, ვთქვათ ხელფასი. და ვიღაცა თანახმა არის, რომ რაღაცა იმუშავოს 2500-ზე. ანუ როგორ უნდა დავასაბუთო მე იმან რა ქვია ის რო ვარ დამსაქმებელი რომ აი იგივე სამუშაოში რომელსაც ვიღაც 5000 ლარად ქართველები თუ საქართველოს მოქალაქეები ასრულებენ მე მინდა რომ დავიქირავო 2500-ად იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქართველ კლიენტს ბინა მივყიდო ან სუში ვაჭამო უფრო იაფად და რომელი ჯობია რომ კლიენტმა ბინა იყიდოს აი იგივე კვალიფიკაციის 2500 ლარიანი თუნდაც ვიეტნამელი შემდუღებლის მიერ აშენებულ სახლში თუ 5000 ლარი. ანუ სინამდვილეში ხვდებით რომ ყველა შემთხვევა ერთი და იგივე გამოდის. როგორც კი თავისუფლებას აძლევ, რომ შენ ასეთ სფეროებში ჩაერიო. აი მაგას ვიძახდე წეგან რამე შედეგი რა იქნება? აი თქვენ რა პერსპექტივაში ყველაფერი გაზვირდება უბრალოდ? არა, უბრალოდ პერსპექტივა ის არის, რომ სინამდვილეში აი როცა ლაპარაკობდით, რომ დუბაის მაგალითზე, სადაც უამრავი, იქ ხო სამოქალაქო უფლებებზე არ ლაპარაკობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ამ ხალხმა. არამედ ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, იცხოვროს პატიოსნად იშრომოს გადასახადები გადაიხადოს. ჩვენ ხო ამას ვუშლით. ანუ მათ შორის არ ვუშლით. ერთი წამი რა, აი მოდი აი თქვენ ხო აი უზარმაზარი დრო გაქვთ. ბევრად უპირატესი. მოდი დაკმაყოფილდით თქვენი დრო. თუ შეიძლება. ბატონო მიხეილ. გავიგე. ხო და ანუ თქვენ ხო მეკითხებით რომ აი ესო რამესო კი არ გვიშველეთ. ანუ სინამდვილეში მათ შორის ორმაგი სტანდარტი გვაქვს. როდესაც საქართველოს მოქალაქეები მიდიან უფრო შეძლებულ ქვეყნებში და იქ შრომობენ და იქ ამის უფლებას აძლევენ ხშირად არალეგალურად აძლევენ. ბატონო, არა, მესმის კაცო რეგულაცია, მე ხო არ ვიცახი რომ მე მგონია რომ რაღაცა სწორი არის საქართველოში და მაგალითად რა ვიცი მიუხედავად იმისა როგორ აკეთებს ამას გერმანიაში მგონია რომ არასწორია რაღაცა რა. ის რომ მაგალითად იქ აქვს სამუშაო იქ ურჩევნიათ რომ ვიღაცები რაღაცა სოციალურ ბიუჯეტზე შესვან თვითონ არჩინონ და არ მიცენ ამ დროს მუშაობის უფლება ჩემი აზრით გერმანიაშიც არასწორია იგივე რომ საქართველოში გავაკეთებთ ასევე არასწორი იქნება კიდე კარგი არ ვაკეთებთ
ანუ რო გაგვეკეთებინო, უარესი იქნებოდა. მოდით, აი რამხელა ბიუროკრატია იქნება ეს, რომ დაასაბუთონ. უზარმაზარი ბიუროკრატია შეიძლება. ამაზე რეალურად შევდივართ თუ არა რაღაცა. ამით საწინააღმდეგოთ, რომ საერთოდ სახელმწიფოს არ აქვს ლეგიტიმური უფლება ეს არეგულიროს, რომ რას მიიღებს. თუ აღმოჩნდება, რომ მაგალითად სოფლიოში არსებობს სხვა სახელმწიფოებში სადმე და არ დავასახელებ სხვა არც ერთ სახელმწიფოს, მაგრამ ვიტყვი რომ თუ არსებობს მაგალითად 2 მილიონი ადამიანი, რომელიც აქ არსებულ ხელფასებზე უფრო ნაკლებად იმუშავებს და სახელმწიფო ამაში არ ჩაერია და ბიზნესიც ამაზე მიდრეკილია. რა გამოვა იცით? მივიღებთ 2 მილიონ მიგრანტს, რომელიც ჩემოვა აქ იმუშავებს. ჩვენ აღარ გვექნება სამუშაო ადგილი შექმნის დოვლაც და ამის მყიდველი ქართველი აღარ იქნება. ეგ არის ეკონომიკის აი შეუძლებლობა, აბსოლუტურად შეუძლებლობა. აი ნახეთ, აი როგორც თქვენ გაგიკვირდეთ რა? არა, ნახეთ რა შეასწავლე, რას გელაპარაკებით და იმას რასაც ვფიქრობ და რაშიც მწამს, რომ ეს არასწორი მიდგომაა. დიახ, რა თქმა უნდა, აქვს უფლება სახელმწიფოს, რომ არეგულიროს ისეთი რამ, რომლის შედეგადაც მიიღებს უკეთეს შესაძლებლობას ქვეყნის. უკაცრავად, ქალაქებმა მაგდა რეპლიკა, აი მაგარ გუნდს მიშამ, როგორც თქვენ მაწყვეტინებით, მოდი მაგას რეპლიკაზე. აი ზუსტად ესევე, წეგან ხო თქვი დუბაის მაგალითი. დუბაიში ხო ის რაღაცა სადღაც 14 თუ 10% არის ადგილობრივი თუ ბოდის 16%-ია. ანუ ის ხო ჩამოვიდა. ამათმა სამსახური დაკარგეს. აი ამ წუთში რასაც იძახი ბატონი მიშა. დაკარგეს სამუშაო იმ არაბებმა, რომლებმაც ჩამოიყვანეს ყველა ქვეყანას. ბატონოვა, საქართველოში რა მოხეთქავს? დავთოვი, მე შევედა რომ დუბაის და დუბაის მაგალითები მე მოვიყვანოთ. იმიტომ რომ ის ადამიანები, ვისაც თქვენ საუბრობენ, არიან მაღალ შემოსავლიანები, რა ვიცი, შეიქები არიან. შეიქები არიან და მაგიდან გამომდინარე არის, მაქედან გამომდინარე არის, რომ იმ სამუშაოებს, რომელსაც უცხოელები ასრულებენ, თვითონ არ აკეთებენ. ამიტომ მოდით რა. როდესაც გაიხსენეთ რომ ბატონო ვახტანგმა რეპლიკით ჩამეჭრა ბატონი ვახტანგი და გამაჭრა, ამიტომ უნდა გავაგზავნოთ. ნახეთ, მე მგონია რომ აბსოლუტურად სწორია მაგალითად აღმოსავლეთ ბატონო არჩილ ძალიან ზუსტად იგივე რეგულაცია მოყვა. ბატონებო მოусმინოთ ერთმანეთს, ბატონო მიხეილ გისმენთ. რომელსაც ბევრს უსწრებთ მოусმინოთ. თვალსაზრისით. მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ ამ შემთხვევაში მთავარია რომ ყველაფერი ნახეთ ეკონომიკის განვითარება ზრდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში შესაძლებლობების მეტი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის ამოსავალი თეზა. მაგრამ ამ მე ვფიქრობ იდეალური მიზნის დევნაში არ შეიძლება ჩვენ გაუმართლებლად ხელი შეუშალოთ ბიზნესს. აი ეს არის მთავარი პარადიგმა. მე ვფიქრობ ეს არის სწორი. ამას თქვენ ეწინააღმდეგებთ. რატო ეწინააღმდეგებთ? because ბიზნესს ეწინააღმდეგებთ ზურა, ამიტომ ეხომაც უნდა მივცეთ. აი ნახეთ ორივეს ერთდროულად, რასაც მე გეუბნებით, რომ კი ეკონომიკური ზრდა სწორედ რომ პრივილეგირებულად უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქის ინტერესს, მათ შორის იმაზე, რომ უკეთესია სამუშაო ადგილი მისთვის უფრო პირველ რიგში ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის. აქ მთავარი ამოცანა დგას, სად უნდა დაიდოს საზღვარი, რა შემთხვევაში უნდა ხისტად ვთქვათ, რომ ამ სამუშაო ადგილზე საქართველოში სხვა არავის ჩამოსვლის საჭიროება არ არის. ეგრეთ წოდებული ბაზრის ტესტი, უნდა ვთქვათ, რომ ამ სფეროში იმდენი პროფესიონალი მოღვაწეობს, რომ აქ უბრალოდ სხვა არავის თვის ადგილი აღარ რჩება. რაც შეეხება საკითხებს, ნახეთ, რაც შეეხება სხვაგან, სადაც საჭიროება არის იმ წყალქვეშა შემდუღებლის, იქ რა თქმა უნდა ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე უნდა შემოუყვანოთ. ვერც უნდა ვთქვათ, რომ ეს ბარიერი შევქმნით, იმიტომ რომ მაშინის წყალქვეშა შემდუღებით საქმიანობა ვერ წარიმართება და პრობლემაა. რეპლიკის უფლების გარეშე. აი ამიტომ ეგ არის მთავარი ასე ვთქვათ საზომი. ჩვენ ვცდილობთ ამ სისტემის შექმნას, რომლითაც ეს პრობლემა არ იქნება. კითხავ, აი წარმოიდგინე, ეხლა რასაც ამბობს, წყალქვეშა შემოგუნდუღებელი გავიგე რა, იმიტომ რომ არ ყავს და რაღაც, მაგრამ აი წარმოიდგინე, რაც მე წეგან მაგალითი თქვი, ძალიან ბანალური მაგალითი თქვი. მაგ შემთხვევაში აი სახელმწიფო რას იზავს? რომელ მაგალითზე გულისხმობ? მე რო თქვი რომ აი შემდუღებელი რო იყოს, კაცო, 5000 ლარად არის საშუალო ხელფასი, ვიღაცას თავაზობს დამქირავებას 2500 ლარი. კარგი, მარტივია. მაგაზე დამატებით დაშვება იქნება. დამატებით ნახეთ, რა კი მე ვისაუბრე სხვა კრიტერიუმებზეც, დამატებითი დაშვებაც დაგვჭირდება. თუ იმ დროისთვის, როცა ჩვენ ვისაუბრებთ შემდუღებლების რაოდენობა საქართველოში, ვინც არის სამუშაოს მაძიებელი, იქნება მეტი, ვიდრე საჭიროა და 5000 ლარს ითხოვს. კი, რა თქმა უნდა, ეს უნდა კონდეს პრივილეგია საქართველოს მოქალაქეს. აი მხოლოდ თუ შესაძლია, კი ბატონო, აი ხა რას ფიქრობთ? ვახტანგ, თუ იაფი იქნა ეს პროდუქტი, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვერ შეიძენს, გინდყოფილა ის და გინდა ასე არა, მაშინ აღაზრი აქ ამას საქართველოს. მადლობა ბატონო. ამაშია საქმე. ზურა, უკვე ვაჯამებთ თემაზამებელი სიტყვები, პრინციპში აი რაც ითქვა ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიზნესი
მისთვის ინტერესი არ უნდა დაზარალდეს ცალსახად. ეს პრინციპი. მოდი გავყვეთ. პირველი, სანამ საქართველოს მთავრობას სიტყვაზე პროგრესული გადასახადები ესეთი ალერგია ექნება, ცუდად გვექნება საქმე, ეგ ერთი. მეორე, აი ხშირად უბრუნდებით კონკრეტულად რაც გულისხმობს პროგრესულ გადასახადში. მე ხო არ გაწყვეტი. პირველი ეხა მეორე რეპლიკა გექნება თქო ხელისუფლების ძალიან სწორად ხო არ შეიძლება მაშინ ნავი თქვენი ლაპარაკეთ მე მოგისმენთ არა ძალიან კრიტიკეთ რამდენი ასეთი საუბარი არ გინდა ჩვენი მიმართულებით რომ მორჩები მე კრიტიკეთ რამდენიც გაგიხარდებათ ხო არ შეიძლება ეხა ყოველ მასში სიტყვაში ეს არა ეს უბრალოდ დებატების კულტურა არის ბევრ დროს უთმობთ ხო ეხა მეორე გლოვოს კურიერებზე მარტივად დავხსნა. აი აქ ხო იყო მაგალითი, რომ აი ეს ინდოელი რო ჩამოვიდა და თავის გადასახადის ფულს რო შოულობს ამ კურიერობით, რას ვერჩით, მე ხო მაგას ვკარგავთ. მან უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასევე ყავს საქართველოს რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი, რომელიც დაუშვათ ჯავახიშვილის სწავლობს და ისიც ასევე ამ კურიერობით აფინანსებდა თბილისში ცხოვრებას და თავის სწავლის ფულს და იმის გამო რომ უცხოეთიდან ეს შემოვიყვანეთ, ამას სამსახური დაეკარგა. ამიტომ მანდაც კი კითხვები არის, არ ჯობია ქართველი დასაქმდეს და ამის ჯიბეში წავიდეს ეგ ფული. და ეხა მესამე. პირდაპირ არ ეხება რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ გადაბმულია და როდის მექნება კიდე შანსი რომ ეხა მინისტრს ვესაუბრო, იქიდან გამომდინარე რომ თქვენი თემაა, ამიტომ ერთი ინიციატივა მინდა გითხრათ ჩვენი პარტიისგან რა. მთელი ეს მიგრაციის თემა მე აისახება დემოგრაფიაზე და წინაზე პრემიერს რო ვეკამათებოდით, მანაც თქვა რომ კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენი ეგეთი ინიციატივა არის რა. საქართველოს ბიუჯეტი ახლა დაახლოებით 35 მილიარდი ჯამში, ხო? წინა წელს საქართველოში დაიბადა სულ 300 უკაცრავად 37800 ბავშვი ჯამში. ამაზე რაღაცა კონკრეტული თუ არ გავაკეთე და მარტო რაღაცა კომისიები ვქმნით, არაფერი არ ეშველება. ჩვენი ინიციატივა არის ესეთი რა. საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასი ახლა გვაქვს 2170 ლარი, ხო? 2200 დავარგვავთ კი ბატონო. დაახლოებით 724 მილიონი წელიწადში აი 35 მილიარდიდან რო გამოიყოს ყველას ქალბატონს რომელიც მშობიარობს შეგვეძლება რომ დაახლოებით მეორე ტრიმესტრიდან 6 თვე მშობიარობამდე და მერე კიდე 6 თვე მშობიარობის მერე შეგვიძლია რომ საშუალო ხელფასის ეკვივალენტი დახმარება ან სოციალური ბონუსი მიუცეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამაში ფინანსების რესურსების ჩადება აღარ დავიწყეთ, დემოგრაფია იმდენად კატასტროფულ მდგომარეობაშია, რომ ამის ამოქაჩვა შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ მე ჩვენ აქ გინდა ესეთ ეკონომიკურ მოდელზე ვიდაოთ, გინდა ისეთზე აქ თუ აღარ დავრჩით საბოლოო ჯამში და მაკითკენ მიდის დინამიკა, აზრი არაფერს აღარ ექნება. ამიტომ ჩვენი ინიციატივა არის და თუ ამას რაღაცა აზრამდე მიიყვანს მთავრობა და რაღაცა დონეზე გაითვალისწინებს, ჩემი აზრით კარგი. დიდი მადლობა, პასუხებთ ბატონო მიხეილ. კი, ამ საკითხებს ზოგადად ეს უნდა ვთქვათ, რომ დემოგრაფია არის საკითხი, რომელიც უნდა გვაწუხებდეს და გვაწუხებს კიდეც, მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელსაც შეიძლება ესე ერთგვარად უშუალო აქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეცდომების მთელი კასკადები არის დაშვებული, რომელიც ჩემი აზრით განაპირობებს ამ ფაქტორს. აქ არის სოციალური ფაქტორები, მაგრამ ეს არ არის სოციალურებით არ იწყება და არ მთავრდება სხვათაშორის მიზეზები, რომელმაც დემოგრაფია განაპირობა. ის რომ დღეს საქართველოს მათ შორის, ოღონდ ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რომ სერიოზული ფაქტორია და სერიოზული გარემოებაა, რომელიც გავლენას ახდენს, რომ მაგალითად სადღაც ეგულება უკეთესი სამუშაო პირობა, მაგალითად საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმდა უცხოეთში. ეს სამწუხაროდ და ეს მაგალითად მიგრაციული ნაკადები, ეს რა თქმა უნდა არის პრობლემა. ამიტომ ამას სჭირდება უბრალოდ ეს გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ სოციალურით ეს არ არის სოციალურიც. და აქ არის ბევრი რამ, მათ შორის საგანმანათლებლო და ბევრი მიმართულება იქნება ერთობლივად. ამაზე რესურსები თუ არ გამოიყო, არაფერი არ ეშველება. კარგი, ზურა, მადლობა. იცი რა, ეს ძალიან კარგად მე ვფიქრობ, იქნება დასაანგარიშებელი არ მონეტარული კუთხით, არამედ გასაანგარიშებელი, გასვლა გასაკეთებელი შედეგებზე ეფექტს რას მოიწონს. მიდგომაზე მაინც თუ შევთავაზოთ. აი მიდგომას ამას ვამბობ ზუსტად, რომ აქ კარგი გათვლა იქნება გასაკეთებელი, იმასთან დაკავშირებით პროგნოზი უნდა გაკეთდეს, რამდენად შეუძლებს და რა ტიპის შედეგის მოტანა შეიძლება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით. მადლობა, ბატონო, აი სად არის ის ოქროს შუალედი,
როდესაც არც ბიზნესის ინტერესი ზარალდება, საქართველოს მოქალაქის, ასე ვთქვათ, უფლებებიც არის უპირატესი დასაქმების დროს. არსებობს თუ არა ესეთი რაღაც დაბალანსებული სისტემა თქვენ? რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, ამ დებატების მიზანი, რომ ჩემი აზრი ბიზნესის კუთხიდან, რომ ეს არის ოქროს შუალედი ყოველთვის მნიშვნელოვანი და არ დაზარალდეს ის სფეროები, რომელიც შეიძლება რაღაც რეგულაციით უბრალოდ მოყვეს რეგულაციის ქვეშ ისე რომ დაზარალებული იქნას და ამ საფრთხეს ხედავთ თქვენ რომ ასეთი მიდგომაც არის. აი რა არის, კიდე ერთხელ კარგად რომ ჩემი აზრი იყოს გაჟღერებული, რომ დღესდღეობით ქვეყანას აი ეს პრობლემა არ უდგას. რაც უფრო ეკონომიკურად განვითარდება ქვეყანა, როგორც მაგალითი იყო გერმანიის და სხვა ქვეყნების, იქ რო დგას, იმიტომაც დგას, რომ უკვე ეს ზედმეტი არის ის მიგრაცია, რაც იქ ხდება, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარებულია. ჩვენთან მარტივი მაგალითი არის. როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, რუსების ძალიან დიდი მასობრივი ჩამოსვლა იყო გარკვეულწილად პრობლემატური საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, რომ გვარუსებენ. ამ შემთხვევაში ეს დიდი უმრავლესობა 90% თავისთვის წავიდა, რომ აქ ეკონომიკური სარგებელი მათ ვერ ნახეს. და შესაბამისად ავტომატურად წავიდა ეს ხალხი, არავის არ გაუდევნია. დღეს ვინც ჩამოდის, ეს შავი მუშახელი ჩამოდის მხოლოდ და მხოლოდ. და ის ვინც დარჩა ბიზნესი გახსნა, რომელიც ისევ ეკონომიკაში აბრუნებს. ამასთან ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, იმ ისტორიიდან უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია და ხანდახან სასაცილოდ მივეჩვენება ვებრძვით იმას, რაც საბრძოლი არ არის. გვექნება ეს, როდესაც განვითარდებით, როდესაც ეკონომიკურად ვიქნებით ძალიან ძლიერები, ეს უნდა იყოს. თუ ამისთვის დღეს ისხმება ბალავერი, ძალიან კარგი ამას მივესალმე, მაგრამ დღეს ამისთვის არა ვარ. გასაგებია, ჯერ ბატონ არჩილს და მე ბატონ მიხეილს პრობლემა არ არის და საერთოდ რა საჭიროა ეს რეგულაციები და ახლა ჯერჯერობით არ არის. მადლობა შესაძლებლობისთვის. ერთი მხრივ, რასაც ბატონი ვახტანგი ამბობს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ არის, რომ აბსოლუტური დერეგულაცია უნდა იყოს. გასაგებია რომ მათო ვახტანს და გირჩს ზოგადად თავისი სოფხედელობიდან გამომდინარე რეგულაციები უბრალოდ არ მოსწონს. პირიქით საუბრობს რომ ყველანაირი დერეგულაცია უნდა იყოს. მაგალითად ძალიან მოსწონს 2006 წლის შრომის კოდექსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაც შეეძლო დამსაქმებლებს რომ დასაქმებული ნებისმიერ დროს უმარტივესად გაეთავოს უფლებიდან. მაგრამ ჩვენთვის მიუღებელი არის. ბატონი ვახტანგი მათ შორის საუბრობს იმაზე, რომ თურმე უცხოელის შემოსვლა იაფი მუშახელია და ეს უფრო აიაფებს თურმე პროდუქტს და რაც უფრო ძვირი იქნება მუშახელი, ანუ ქართველს თუ დავასაქმებთ, ეს გააძურებს პროდუქციას, ამიტომ კიდევ ერთი პოზიცია გამოგვდის, რომ უნდა გაუშვათ ესე იგი ქართველების სამსახურიდან, გავხსნათ საზღვრები, დავასაქმოთ მხოლოდ უცხოელები და სხვა ჩვენი მოსახლეობა უფრო გაყოფილი. რასაც ბატონი ზურაბი საუბრობდა, რომ გავამკაცროთ კიდევ უფრო მეტად, გავაძვიროთ, კიდევ უფრო მეტი წნეხი იყოს ბიზნესზე. აგაც პრობლემა არის, იმიტომ რომ თუ არ იქნება ბიზნესი, არ იქნება დასაქმების ადგილი, არ იქნება დასაქმების ადგილი და ვერც ქართველს ვერ დავასაქმებთ. რეალურად არის სადღაც შუაში. ანუ უნდა ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი და ის ოქროს გზა, სადაც შეგვიძლია რომ გავიაროთ, რომ ორივე ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული. თქვენ გზავნით ბატონაშვილთან, რომ რა დროს ეს არის, ხო? რატომ ვაკეთებთ, მაგრამ არა მკაცრად. ვაკეთებთ და ვიწყებთ და არც კაცრად არ ვიწყებთ. ამიტომაც არის ზუსტად რომ სფეროს ეუბნებით, რაღაც სფეროს ნაწილს ეუბნებს, შენ იქ ვერ დასაქმეს. მე არ შემიწყვეტინებია თქვენი საბოლოო შეგიწყვეტებიათ, მაგრამ მე უბრალოდ რეპლიკა მე არ შემიწყვეტინებია თქვენთვის საბოლოო შემაჯამებელი სიტყვა. და მომეცით შესაძლებლობა. ნახეთ, თქვენ როდესაც საუბრობთ რომ რაღაც ახლა არ არის თურმე დროული, ასე შეგვიძლია ნებისმიერ რამეზე ვისაუბროთ. დროული არის მათ შორის იმიტომაც, რომ წეგან რაზეც საუბრობდით, რომ ჭირდება ჩვენ ვიცოდეთ ზუსტად სად გვიჭირს, სად არის ის პროფესიები, რომელსაც ჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც პროფესიული განათლების თვალსაზრისით, ისე უმაღლესი განათლების კუთხით. და ეს საიდანღაციდან უნდა დავიწყოთ და საიდან უნდა დავიწყოთ და უკვე დავიწყეთ, ამას ვაკეთებ. უკანონო მიგრაციას რაც შეეხება, რაც უფრო მეტად იქნება ეკონომიკური წინსვლა ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი, მით უფრო მისაღები იქნება და მით უფრო მაცნური იქნება ჩვენს ქვეყანაში, რომ შემოვიდნენ არალეგალი მიგრანტები. ეს კიდევ სხვა საკითხია, რომელსაც წინააღმდეგადაც ვიბრძვით და დიახ, ბოლო 1 წლის განმავლობაში იმდენი არალეგალი გაძევდა ამ ქვეყნიდან, რამდენიც წინა 10 წლის განმავლობაში ჯამში. და ეს ყველაფერი რომ ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკითხები არის, ამაზე უბრალოდ კამათიც კი ალბათ მადლობა ბატონო არჩილ და ბატონო მიხეილ, ოპონენტების მოსაზრებების, შენიშვნების და პრეტენზიების გათვალისწინებით ვთხოვთ რომ შეაჯამოთ ჩვენი დისკუსია. კი, მოკლედ ვიტყვი რა, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი აგერ ბატონმა არჩილმაც ისაუბრა და თვითონ დისკუსიამაც და აი საუბარმაც წარმოაჩინა, რომ არ ვიცი, ვიტყვი მაინც ნახევრად ხმრობით, რომ მე გულისიღრმეში მაქვს განცდა, რომ
ყველა ჩვენი ოპონენტი გვეთანხმება რეალურად, იმიტომ რომ გონია რომ საკითხი უდავოა. უდავოა იმ თვალსაზრისით, რომ კი რა თქმა უნდა დავეხმაროთ, კი ასე მგონია ბატონო ახთან, როგორც არ უნდა იმას ნახეთ. მარტო ვარო აქ აღიარა. საბოლოო ჯამში მიდის ყველაფერი იქითკენ, რომ რეალურად ნახეთ ყველას გაუჭირდება თქმა იმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს, რომ საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი საქართველოს სახელმწიფოსთვის. ეს შეუძლებელია. თუ ამბობთ, რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანი არის კი საქართველოს მოქალაქე, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნებისმიერი სიკეთი რაც იქმნება ქვეყანაში ის რა თქმა უნდა იდგეს იმ სამსახურში, რასაც ქვია ამ ქვეყნის მოქალაქე. რეგულაციის ხარისხი არ ამას ნახეთ ბოდიშს ვიხდი, ნახეთ ბატონო ზურაბ, საქმეც ამაშია, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ისე გავაკეთოთ უბრალოდ ისე ლოგიკურად, გონივრულად, რომ აი ქართული გამოთქმა როა, რომ ნაბანწყალს ბავშვი გადააყოლესო, ეს არ დაგვემართოს, იმიტომ რომ არ მოგვივიდეს ისე, რომ მაგალითად იმის დევნაში, რომ ყველა ქართველს კონდეს დასაქმების შესაძლებლობა, ამის გამო მაგალითად იმხელა პრობლემა შეუქმნათ ბიზნესს, რომ ამის გამო ბიზნესი გაჩერდეს და მეორე დასაქმების ადგილების პრობლემა შეიქმნას. ამიტომ რა თქმა უნდა, აქ არის მათ შორის აი უცხოური ინვესტიციების მოზიდვიდან დაწყებული, დამთავრებული, რა თქმა უნდა, კონკრეტული ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც უნდა მუშაობდეს, რაც შეიძლება ნაკლები წნეხი უნდა იყოს ბიზნესისთვის. მოკლედ, წნეხის შექმნა მიუხედავად აქ ნახსენებულ ტერმინებისა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მიზანი არ არის არც არავისთვის, არც მათ შორის უცხოელისთვის, ერთადერთი ვითხოვთ, რა თქმა უნდა, პრივილეგია საქართველოს მოქალაქისთვის, ეს არის აბსოლუტურად მართებული, მაგრამ ამ მოთხოვნის განხორციელებაში არ გვინდა რამე გადავაჭარბოთ და შეუქმნათ პრობლემა ისევ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში მყოფ ბიზნესს. ბიზნესი არის, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვუცემთ, ვცდილობთ მხარში დაუდგეთ ბიზნესს, ოღონდ პირდაპირ ვამბობთ ამასაც. ერთადერთი ამის მოტივი ჩვენთვის არის ის, რომ ბიზნესს შეეძლოს, რომ იყოს კვლავ სასარგებლო საქართველოს მოქალაქისთვის. ამას გავაკეთებთ და ამას აი დღეს არ გვისაუბრია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ ესეც. იმავდროულად, მათ შორის დემოგრაფიული თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ამ ყველაფერზე ფიქრი იმ კონტექსტშიც, რომ რეგულირება უნდა მოხდეს მიგრაციის ნაკადების ზოგადას. ვიღაცა რო ჩამოვიდა, თუნდაც კარგი შემდგომებელი და აქ სამი თვე იმუშავა და პროექტი განახორციელა, მას მუდმივად დარჩენის აპრიორი უფლება არ უნდა კონდეს, რა თქმა უნდა. აი ესეც საჭიროებს კაცრად, კარგად, მკაფიოდ რეგულირებას და ამას ვცდილობთ. გამიგეთ, ამ ცდელობის პროცესში, აი ეს ზღვარი მუდმივად, ნახეთ, ეს ზღვარი მუდმივად შეიძლება ვარირებდეს. ყოველთვის ჭირდება თანადროული რეაქცია. რა არა და ამ ხელისუფლებას ეს არ დაეწუნება ნამდვილად, რომ საჭიროების კვალდაკვალ არასდროს უარს არ იტყვის იმაზე, რომ დღეს თუ დასაბალანსებლად ხაზი მაგალითად არ ვიცი გამყოფი მარჯვნივარი გადასაწევი ამას გააკეთებს, მარცხნივარი გადასაწევი გააკეთებს. როგორც ეს ჭირდება ამ ორი მნიშვნელოვანი ინტერესის თანადროულად დაბალანსებულად რეგულირებას. ამას გავაკეთებთ. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის, მადლობა მაყურებელს, რომ დაგვისმოთ დრო დებატები იმედზე დღესამი დასრულებულია, კარგად ბრძანდებოდეთ.